მარიამ იქნება არ გვინდა ახლა ეს ზუძუები მაინც და მაინც არის არაადეკვატურობა რომ ბებიაჩევი დედაჩევი გაგიჟდნენ რომ რა გასაჭირი გვაქვს ესეთ დაახლოებით რა ასაკიდან იწყება ეს შემოქმედება შენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაღმართი მქონდა ისთვის იყოს სამოტივაციო ბაბუაჩემის როლი არის უდიდესი 13-15-ზე მოდი ჩემთვის არის კატასტროფა ალბათ დღეს უკეთესა თუ არ ვიდრე ვიყავი მოქმედების პოდკასტი მოგესალმებით ეს მოქმედების პოდკასტის მომდევნო ეპიზოდი არის და დღეს სტუმრად ყავს მარიამ კვარაცხელია იგივე მარიამ ტონკო გამარჯობა გეთაყვა არ ვიცი მადლობა მოწვევისთვის ძალიან მიხარია აქ მოსვლა საინტერესო მგონია რომ ძალიან საინტერესო გამოვა მოქმედების პოდკასტი ქვია და მთლიანობაში არ ვიცი ჯერ რა მელოდება რა შეკითხვები მაგრამ მოლოდინები მაქვს გზადაგზა მოვიფიქრებ შეკითხვებს წინასწარ ესეთ აკეკმილი არ გვაქვს მადლობა რომ გვესტუმრე და დავიწყოთ ჩვენი სპონსორით რომელიც არის Georgian Sunny და წარმოადგენელი არის სამი სხვადასხვა ღვინით გაზაფხულის მწვანე თიბათვის მზე და დაისის წითელი შენ რომელს ისურვებ როგორი სახელები არის რა კაია დაისის წითელი ანუ მოიცოდა ერთი წუთი თიბათვის მზე და გაზაფხულის მწვანე მოდი დაისის წითელი მინდა რაღაცა კი ბატონო მოქმედებას გაუმარჯვა დავილოცოთ გაგვიმარჯოს ხო მოკლედ კიდევ ერთი სტუმარი კი არა და სპონსორი უნდა ვახსენო სმარტოები რომელიც არის ციფრული სააგენტო და ასევე კავია რომელიც ჩვენი სპონსორი არის კი ბატონო და კავიას საჩუქარიც ექნება ვიდეოს ბოლოში შენთვის რასა სიამოვნო არის მადლობა სპონსორებს მადლობა ნამდვილად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ასევე ტონგოს არხიც გამოიწერეთ TikTok-ზე და Instagram-ზე აქტიურობ როგორც ვნახე 27,000 მე მგონი გამოწერი ყავს TikTok-ზე დაახლოებით ან 24 დაახლოებით ხო ცუდია რომ არ მახსოვს TikTok-ზე მაიმუნობ ხო და Instagram-ზეც შეუძლიათ რომ გამოიწერო Instagram-ზე არ ვიცი რამდენი გამოწერი ყავს 14,000 თუ რაღაცა და ეს არის რა ქვია შეგიძლიათ ანუ მან იდეაში მხოლოდ ეს მაქვს ჩემი აზრით უაზრო კონტენტი რა უბრალოდ რაღაცა რო ერთობი შენთვის თუ რაღაც შენ როგორ თვლი უფრო ან მაგმიმართულებით ხა ბიზნესომენი კი ხარ მაგრამ ხო TikTok-ერი უფრო ხარ თუ Instagram ინფლუენსერი მე ვთვლი რომ მე ვარ თავიდან ბოლომდე მამაპაპური ვლოგერი პირველ რიგში იმიტომ რომ ნოემზე სულ წერდი და ვიმალებოდი 7 წლის განმავლობაში უბრალოდ წერდი იქ რაღაცებს და აი მიდრეკილება სულ მქონდა რომ დამეწერა და სიმართლე და რაღაცები მესწავლა ჩემთვის გარკვეული ყავი რა ხდება ეგ ქალებთან ქალთა უფლებებში ფსიქოლოგიაში და ეს ყველაფერი მინდოდა რომ ბუნებრივად მქონდა ეგ და TikTok-ერი ძალიან ვარ იმიტომ რომ ჩემთვის არის ეგ განტვირთვა გართობა და არანაირი გეგმა მან არ მქონია, უბრალოდ მაიმუნობდი და ძალიან ყველაზე მეტად მიყვარს TikTok-ი. და მე როგორღაც მოხდა, რომ Instagram-ზე დავდე რაღაცები, უბრალოდ გასართობად და ანუ მაგორში უფრო TikTok-ს არჩევ. TikTok-ი კი, იმიტომ რომ სრული თავისუფლება გაქვს, რომ უბრალოდ ხარ შენ და ტესტავ არ ვიცი, აი უბრალოდ ატვირთავ რაღაც ვიდეოს და TikTok-იდან იმხელა მხარდაჭერა მივიღე, მაგ ჰეშტეგი გაკეთებული ჩემნაირებისთვის. რა ჰეშტეგია? ჰეშტეგ ჩემნაირებისთვის. ეგ არის ჰეშტეგი? ხო, ანუ for you და რაღაც არა, უბრალოდ ვაწერო კონკრეტულად ეს კონტენტი არის ჩემნაირებისთვის, ვინც არის დეგენერატი. ხალხსაც ვეუბნები, რომ თქვენ მეთქი ეს რომ მოგწონთ, ნიშნავს, რომ ჩემნაირი დეგენერატები ხართ და უბრალოდ ჩემნაირ ადამიანებს ამ community-ს ერთად ვკრავ. იქ ვერთობით ხოლმე მე. ხო, ეხლა შენზე რო ვისაუბროთ, უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ, ბავშვობიდან მოყოლებული. მე როგორც ვიცი, შენ გიყვარს ის საქმიანობა, რაც ნოემში აკეთებ, მაგრამ კონკრეტულად ჭრა თუ იმის რა ქვია, კერვა და ესეთი რაღაცები გიყვარდა ბავშვობიდან, ხო ესეა? დაახლოებით რა ასაკიდან იწყება ეს შემოქმედება შენ ცხოვრებაში? მე ვიცი, რომ ეხლა რაღაცა არ მახსოვს, რაღაც ფრაგმენტები მახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ ნუ აი რაც ვიცი გადმოცემით მაგალითად და
არ ვიცი ხა ეს რო შემახსენეს ან ამბობდნენ იქიდან აწყო ჩემმა ტვინმა ეს კადრები თუ მე ნამდვილად მახსოვს, მაგრამ მე ნამდვილად მახსოვს ყულაბა მქონდა 2 წლის რო ვიყავი და იქ 5 თეთრიანებს ვყრიდი და ეს იყო რისთვის ვაგროვებდი არ ვიცი, მაგრამ აი შეგრძნება მქონდა რომ ეს არის ჩემი ყულაბა რაღაცა და ამას რაღაცაში გამოვიყენებ ამ ჩემ ხუთი და ძიმე იყო ძალიან და ვალავდი ხოლმე ამას და სადღაც ეგ არის ბიზნეს ბავშვი. ხო, ანუ ბიზნეს მიდრეკილება თავიდან. კი, ანუ ხურდებს ხმას რო გავიგებდი ხოლმე. ჩავყაროთ ჩემ ყულაბაში. მაგას ვითხოვდი და აი სადღაც ბაღში ვიყავი. ბაღშიც არ დავდიოდი, არც სკოლაში არ დავდიოდი, იმიტომ რომ სულ სახში ვიყავი და სულ აი ამ რაღაც ხელნაკეთ ნივთებს ამ კერავდი, ან რაღაცებს ხატავდი, წერდი და 4-5 წლიდან დავიწყე კერვა. ხო. მოდელობაზეც ფიქრობდი, რომ მოდელი გავხდარიყავი? თუ ეს თავისით მოიტანა? არასოდეს მე საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ერთადერთი მქონდა, რომ რაღაცა ხელში მეჭირა ნივთები და მქონდა მიდრეკილება, რომ ვაწამო აი ეს ქსოვილი, რომ ესეთი რო არის. მოდი ვაწამოთ, დავჭრათ, გავაფუჭოთ, გავალღოთ, ანუ ყველანაირ საშინელებას ვუკეთებდი სათამაშოებს. ქსოვილებს, მატერიებს, ხელში რამე რომ მივარდებოდა, აუცილებლად ეს უნდა და მაგას მოხონდა ალბათ რაღაც გამოცდილება, რომ ამ მატერიას რა მოსდის და როგორი არის და ეგ მოგწონდა ალბათ, ხო? კი, ძალიან და აუცილებლად ბოლომდე უნდა გამომეწვალებინა, რომ რაღაც გამეკეთებინა. და მე ვიცოდი ხოლმე სახში დავაწყობდი ამას და ყულაბას მოვიდგავდი და ვყიდიდი ამას. საინტერესოა. ანუ ნოემს ჩაეყარა საფუძველი. აშკარად მანდ ჩაეყარა. საწყისი წლებიდანვე. კი, იმიტომ რომ სკოლაშიც პირველად 13 წლის ვიყავი. მაშინ შენ არ გემახსოვრება, გოგოებს უფრო ემახსოვრებათ, იყო ნაწნავები აქ ფერადი გასაკეთებელი და ჩემი სკოლის კი გახსოვს ხო? კი, გოგოებს ეკეთათ ხო? და ეგ ღირდა სკოლის პირდაპირ მაღაზიაში 3-5 ლარი. და მეთქი რა ამბავია ძვირი არის გაკეთებას რა უნდა თქო შევხედე ბებიოჩების რაღაც ძაფები სახში გადავამზადე და რო გავიკეთე მე სკოლაში მოუნდათ ჩემს მეგობრებს ვაჩუქე ვიღაცებს და მე უკვე ვიღაც უფროს კლასელი გოგოები რომ მოდიოდნენ ხოლმე მეთქი მოყიდით თუ გინდათ და ამ 53-ეს პირდაპირ ტერიტორიაზე ვყიდიდი ამებს მაღაზიასთან ანუ კომერციული სახე მიეცი გამოვწევდი ამას და ფართოა შეკვეთები ავიღეთ მაშინ ნაწნავები ხო არ გინდათ კი ზომებში ანუ აი ძალიან მახსოვს ეგ და 75 ლარი გავაკეთე მაშინ და მე დირექტორმა აი აქ წამავლო ხელი. უბანში იყო სკანდალი. რატო ძალიან კარგი ის ქონდა. არ ვიცი, ბებიოჩები, დედაჩები გაგიჟდნენ რომ რა გასაჭირი გვაქვს ესეთი რომ რეებს აკეთებს და რაღაცა და ის ფული წამართვეს. წაგართვეს კიდევაც? კი, წამართვეს და დაგაყადაღეს. დავაყადაღეს კი, მეთქი თუ არ მოგწონთ, რატო მართმევთ? ეს ხო შენი ხო, ნაშრომი იყო და ხალხმა თავისნებით გადაგიხადა ძალიან თქვა წაგირთვევია. 75 ლარი არ იყო ცუდი. კაიფული იყო, ეხანდელი სადღაც 300 ლარი ან მეტი იქნება და ახლობით 400 ლარისკენ იქნება. ძალიან საინტერესო ისტორია არის და მანდ ჩანს რომ უკვე შენ ის სურვილი რაღაცა შეგექმნა და ამითი არა მარტო შენ ქონოდა სიამოვნება, არამედ სხვებისთვისაც მიგენიჭებინა ბედნიერება და სიამოვნება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაცას ვყიდულობთ, ხო? იმიტომ ვყიდულობთ იმას, რომ ის მეტ სიამოვნებას გვანჭავს, ვიდრე ის ფულია, რაც გვაქვს და ფული მაგისთვის გვჭირდება, რაღაცა ბედნიერება და სიამოვნება მივიღოთ და შენ ფაქტიურად უკვე ანტერპრენერი იყავი ბავშვობიდანვე. როგორ გარდაიქმნა ტონგო აი ამ თქვათ სკოლის მოსწავლიდან რეალურად ბიზნეს ვომანად, ბიზნეს ქალად როგორ გარდაიქცა და აი რა ეტაპი გაიარე? ბევრი დაბრკოლებები ქონია და აი მაგაზე მინდა ვისაუბრო, რომ мотиваცია იყოს სხვებისთვისაც, იმიტომ რომ გარდაუვალია ჩემი აზრით რაღაც სირთულეები, როდესაც საქმეს იწყებ და უნდა გადალახო აუცილებლად. საერთოდ ცხოვრებაშია გარდაუვალი, მთლიანად სირთულეები აუცილებლად, ანუ ესე არც კი ცხოვრობს ადამიანი, რომ სირთულეებს არ წააწყდეს. და მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ აი ირმა დაუშვილი რო არის დიოს ეს რა ქვია
ფუძემდებელი, არ ვიცი. დამფუძნებელი, ხო. მაგან დამიკომენტარა ერთხელ და ძალიან ჩამრჩა ეგ რჩევა, ძალიან ხშირად. ახლა ჩემზე უკეთესად თქვა, რომ ცხოვრებაშიო დაღმართები არისო, ყოველთვისო და ყოველ დაღმართს მოყვება აღმართიო და მთავარი არისო, რომ დაღმართიდან აღმართისკენ გზისთვის ძალა იპოვო ყოველთვისო, რომ იმიტომ რომ ჩახვალ აუცილებლად და ყოველთვის უნდა შეძლო, რომ შენი თავი ზემოთ ამოიყვანო და ეგ თლიანად ცხოვრებაში ეგრე არის და უკვე როცა შენ გინდა რომ რაღაცა შექმნა საკუთარი ამ არსებულ სისტემაში და არა ვინმეს შექმნილში დასაქმდე და შენ თვითონ შენ სისტემაში შენი თავი დაისაქმო და იქ სხვა ადამიანები დაასაქმო უფრო მეტი მოგიწევს აღმართიც და დაღმართიც და მეტი ენერგია გჭირდება ვიდრე სხვას, იმიტომ რომ მე თუ შენთან მოვდივარ სამუშაოდ, მთელ პასუხისმგებლობას ასე თუ ისე შენ ზიდავ შენი ზურგით და მე იქ უბრალოდ მევალება რომ რაც შენ გჭირდება შეგისრულო, რომ ჩვენი გუნდი არ ჩაიძიროს, რომ არ დაგაღალატო ესე ვთქვათ და შენ კიდეს ყოველთვის წინ უნდა მიყავდე ამ აღმართზე ადიხარ და გუნდი უნდა წაიყვანო და უფრო მეტი ძალა არის ამ შემთხვევაში საჭირო და ჩემთვის ისეთი შეკითხვა არის ეს მართლა რაღაცა ძალიან ბევრი დაღმართი მქონდა ცხოვრებაში საკუთარი თავითაც ჩავიგდე ესე ვთქვათ თავი ქვემოთ ჩავიყვანე და უფრო მეტად ჩემ ცხოვრებაში გვერდიდან იყო ჩემი ჩაგდებები. ხო. არასოდეს იცის ადამიანმა როგორ მოგიწევს რა, ანუ ჩემი აზრით უფრო მარტივი არის გამკლავება, როდესაც ცხოვრებით შენგან და შენ არ ხარ დამნაშავე. და ცხოვრებისეული რაღაც ტრაგედია იქნება ეს თუ გადაგხდა რაღაც იმას უფრო მარტივად ინელებს ჩემი აზრით ადამიანი ვიდრე როდესაც თავის თავს დაიდანაშაულებს რაღაცაში რა და ესეც არის უკვე ინდივიდუალური ან მართლა ბრალეული ხარ შენი საქმის ესე ვთქვათ ან ნებისმიერი მოვლენის რაღაც წარუმატებლობაში ან ხარ ბრალეული ან არ ხარ ბრალეული რა ეს ენერგიას გართმევს ძალიან და ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან ბევრი რაღაცა იყო. აი ეს მე ბავშვობიდან მუშაობ, აი ეს 13 წლის რო ვიყავი, ნუ ამ ნაწნავებს ხო ვყიდიდი, ეგ არ გამოვიდა, მაგრამ შემდეგ ბიზნესი რა იყო? ბიზნესი აღარ იყო, უკვე მქონდა ჩუმად დავიწყე სალონში მუშაობა. იყო ვერაზე იყო, წაწეწინა სალონი ჩემობაში, პიკოლო ერქვა. საყვარელი სახელი. და მან ვიყავი თმების შესაჭრელად ვისული და მქონდა მიდრეკილება, რომ ფული შემეგროვებინა. ხო. რომ ამაში ვხედავდი მე სიმშვიდეს, ანუ ჩემს თავისუფლებას ვხედავდი ძალიან პატარა, როცა მე მქონდა ფული, იმიტომ რომ თუ დედა არ გაძლევს რომ რაღაც იყიდო და მე ხშირად მინდოდა უცნაური დამოუკიდებლობა გინდოდა. მინდოდა ძალიან, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ მქონდა სურვილები, ისეთი ნივთები მეყიდა, რის უფლებასაც მე ოჯახში არ მაძლევდნენ, ძალიან ისე ვიყავით როგორც ყველას ახლა გვიჭირდა. ხო. ასე თუ ისე და არ იყო მაგის ფუფუნება, რომ აი ეს ნაჭერი მინდა, აი ეს სათამაშო მინდა, რომ გავაფუჭო მე თან ვის ესმის ეს, რომ ყიდულობდი ვციბისთვის, რომ გავალღო, რაღაცა იქ შევაერთო, პაიალნიკი თუ რაღაცა რო იყო მაგაზე დავაერთო და დავწვა. ხო. და მაგიტომ რადგან მჭირდებოდა, რომ ეს ნივთები მეყიდა, მიზანი იყო, რომ ჩემი ფული უნდა მქონდეს და ჯერ იყო რომ ამ პიკოლოში დავიწყე მუშაობა, რომ ეგრეთ წოდებული ნაწნავები რო არის ალიშაქის უსმენდი, მაშინ ბავშვობაში ეს აფრო ნაწნავები რაც არის, მაშინ გარშემო თითქოს არავინ აკეთებდა და ძალიან მარტივი იყო ჩემთვის ეს და მანდ გავიყავით ამ ტატიანა ერქვა ამ ქალს და ნახევარი შენი იყოს ფული, ნახევარი ჩემიო. და როცა მეყოლებაო კლიენტიო, დაგირეკავო და ჩამოდიო და ჩუმად მუშაობდი მანდ. ჩემს ოჯახში ეს იყო, რომ რას ქვია და უბანი რა სიტყვის და ხალხი რა სიტყვის. ანუ უფრო ძველი ყაიდის და შეხედულების იყვნენ შენი ოჯახის წევრები, ისე როგორც ბევრი ოჯახის წევრები ალბათ. კი, იცი რა არის, მარტო ეგ ზუსტად სწორად თქვი. ძველი შეხედულების, იმიტომ რომ არ ჯეროდათ რომ შეიძლება რომ აკეთოს რა ბავშვმა გაუშვე. ეს ბავშვზე იყო თუ გოგოზე იყო? ანუ
სქესეც იყო დამოკიდებული თუ უბრალოდ ბავშვის თემა იყო? არა, ჩემს ოჯახში იყო რაღაცა ოჯახის ნაწილი, რომელიც სქესზეც რაღაც გარკვეული ცუდი შეხედულებები ჰქონდათ, მაგრამ ჩემს ანათესაოში, მაგრამ თვითონ ჩემს ოჯახში პირიქით იყო. მაგალითად ბაბუაჩემი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ყველაფერს. აი, ყველგან მაგას ვამბობ, რომ ბაბუაჩემის როლი არის უდიდესი. კი, მე ნანახი პოდკასტს სადაც მაგას ყვებოდი და ყველგან მაგას ყვები. ყულაბაც ვინ მაჩუქა, ბაბუაჩემა მაჩუქა, ანუ მე არც კი ვიცი, რომ როგორც ინდივიდი ჩემში ეს თვითონ ჩამოყალიბდა ბუნებრივად თუ აქ აღმზრდელმა ჩანერგა ეს ამბავი ჩემში. ჟინი. კი, იმიტომ რომ თვითონ მქონდა ძალიან ბევრი ბიზნესი სხვადასხვა. და ყოველთვის დავყავდი საქმეზე და ძალიან ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ ეს ბიჭებზე ჭკვიანი გამომადგა. შენ არ გეგონოს, რომ ბიჭებზე ნაკლები ხარ. თუ ისინი მანქანას ატარებენ, დაჯექი შენც და გაატარე და მე ძალიან მშიშარა ვიყავი და აი ბაბუაჩემა ყოველთვის იცოდა ხოლმე, რომ აი ამით მეხმარებოდა, მეუბნებოდა, რომ პირიქითო შენო ბიჭებზე მეტად გენდობიო. რომ ძალიან ესე ხარო, ფულსაც მაწვდია ხოლმე, წადი გაიარე იმას, გამოართვი, აბა იმას მიეცი. შენ გამომართვი ახლა ეს 20 ლარიანი და ვიცი რომ შემინახავ. აი ეს შეგრძნება რომ მე ეს ავტორიტეტი ჩემი და სანდორო იყავი. მენდობა ეს აჩენს ჩემი აზრით ბავშვში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და სულ ამას მეუბნებოდა რომ 10 თეთრიც არ მოიტყუა არასოდეს თორე მეორედ არ გენდობი და ხას უსვავდა რომ როცა დეტალურად ვეტყოდი რომ აი ნახე და აი მოიცა ჯიბეებში ესეც მაქვს და ეს არის 5 თეთრი რომელიც პირობითად აქ გეგდო და არ გინახავს და ამაზეც დაგაზღვია დედა რა სანდოა ეს ბავშვი ფულშიო და ესეც ილექება ძალიან ილექება და ცხოვრების მანძილზე აი ეს ვითომ თამაში, ვითომ კარტის თამაში, ვითომ მასალები, რომელიც მოქონდა ხოლმე, აი ეს მყიდულობდა ხოლმე ბაბუაჩემი, ყოველთვის ფერად ძაფებს ან რაც მინდოდა და რო გავაკეთებდი რაღაცას, ქუდების ქსოვა დავიწყე მერე. იფარებდა ამ ვარდისფერ ქუდებს. მაშინ. ხო. ვერაზე კაცი ვარდისფერი ქუდით დადიოდა. და რაც ყველაზე მთავარი იყო, ანუ ყველაზე გამოსული და თანამედროვე ბაბუ იყო ფაქტიურად. ამას ახლა ვიაზრებ. ხო, იმიტომ რომ ახლა ხო უკვე აფარია და ჩვეულებრივი ამბავი არის, აღარავინ უყურებს. ჩვეულებრივი ამბავი, კი, ესო ლამაზიაო და ბებიაჩემი კიოდა ხოლმე, რომ სულ გაიმაიმუნე თავიო ამის გამო და მეც ეჭვები მიჩნდებოდა, რომ სახში ხო არ ეკეთებს და არა ქუჩაშიც ეკეთა. ხო, არა ეკეთა, მაგრამ ნუ მაქსიმალურად გამომოტივირებდა შენს. მამოტივირებდა და მე დღემდე არ ვიცი მართლა მოწონდა ამ კაცს. ხო, ეგ უნდა მეთქვა. თუ ვუყვარდი და იმიტომ აკეთებდა ამას. ხო. ნუ ერთი რო უყვარდი და მაგიტო აკეთებდა ეგ უეჭვებია. და შეიძლება სადღაც მოწონდა კიდევაც. შეიძლება მოწონდა კიდევაც, რატომაც არა, კი. ანუ არის ხო, იცი რა არის, ჩემი აზრით არსებობს ადამიანებში გარკვეული ასე ვთქვათ, აი ეს გამოხატვის სურვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდე არ შეეძლოთ და შეიძლება და ის თავის თავში პოულობდა ძალას შენთვის, რომ ეს მისი გამოხატვის თავისუფლება გამოევლინა ასე და ასე ვთქვათ, შენი დახმარებით ისიც შეიძლება რაღაც მომენტში უკეთესი ადამიანიც ხდებოდა, იმიტომ რომ თავისთვის, რომ უფრო ავლენდა ამას. როგორ დაიწყო ნოემი და მე ამ პროცესსაც გავყვეთ, რომ რა სირთულეები იყო და რის გადალახვა მოგიწია. კი ბატონო. ნოემი, აი როგორც ამ სირთულეებიდან სადღაც, ანუ აღარც ვფიქრობდი მე ამ მიმართულებაზე, იმიტომ რომ სხვანაირად ვუყურებდი ჩემ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე ნოემამდე. სულ ვიყავი გაყიდვებში, სეილში და თან სტომატოლოგიურში მუშაობდი, იმიტომ რომ სამედიცინოზე ჩავაბარე. ხო. რატომღაც რომ ჩავთვალე, რომ ნუ იმ მომენტში გაინტერესებდა. შემეშინდა, იქ რაღაც სტერეოტიპები იყო, რომ ხელოვნება და სამხატვროში ყველა გაჭირვებული არის და აი ამან იმოქმედა ჩემზე ძალიან. და ნუ რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ აი მეთქი სტომატოლოგია თან ძალიან მინდოდა ხალხს დავხმარებოდი. ეს ძალიან მქონდა ყოველთვის ჩარჩენილი ჩემი ცხოვრებიდან. რატო არ ვიცი, რა რაღაც მაწუხებდა ძალიან და ბოლოს აი უკვე ამ სამსახურებიდან როცა მე სწავლის პარალელურად მუშაობდი 2-3 ადგილას, დავაგროვე რაღაცა სახის თანხა.
უკვე აი ეს კომფორტი შევიგრძენი, მივხვდი იმას, რომ მე იმის მიუხედავად რა ხდება ჩვენს გულში, რა გვტკივა, რა მოცემულობა მოგცა ცხოვრებამ, შენ თუ მიზანს აიღებ, პრიორიტეტებს განსაზღვრავ, რომ მაგალითად კი პირობითად იქ არ ვიცი, გული გტკივა რაღაცა ემოციებს არ უნდა აყვერა. მაგრამ იქ სარეცხი მანქანა არ გაქვს რა და ის ხელებით ჯინსის რეცხვა, რა ვიცი, მართლა თეთრეულის ისა ამოვლება და წურვა ზამთარში, მოდი რა, ანუ ეს რაღაც გულის ტკენა მოვიშოროთ, რომ ვიმოქმედოთ, რომ ხარისხი ცხოვრების ცოტა უფრო კომფორტული გახდეს. და ეს როცა მოვახერხე და თანხა დავაგროვე და მარტო სამსახურზე, მარტო მუშაობაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ 3 ადგილას ერთად მუშაობდი, რაღაც თანხა დავდე და მანდ გამიჩნდა ფიქრები უკვე. რომ ხომ არ შეიძლება მეთქი, აი დრო გამომიჩნდა რა, აი ფული ხომ დროს ყიდულობს ჩვენთვის. და ავდექი და ეს სამსახური მივაგდე. დაწინაურებას მიპირებდნენ, მაგრამ რაღაცა თანხა. მივაგდე თუ წამოხვედი? აი რასაც ქვია მივაგდე, იმიტომ რომ დამიბარეს რომ დაწინაურება გვინდაო და გადავიფიქრე მეთქი და კარგად იყავით თქო და მართლა წამოვედი. ეს იმ მომენტში მიგდება არის და წამოსვლა კი არა, სიგიჟე არის. იმიტომ რომ რას აპირებ? ხო. უბრალოდ იქ დავიღალე და ინსტინქტურად მქონდა შეგრძნება, რომ მე ახლა უნდა დავჯდე სახში და რაღაცები უნდა ავიღო და დავჭრა და ვკერო ეს. რატო არ ვიცი? მაგრამ მაქვს აგერ თანხა, მაქვს სარეცხი მანქანა სახში. რაღაცა უკვე რაღაცა დონეს მიაღწია და უკვე შეგეძლო. ეგ საწოლიც მაქიატაგზე არ ვძინავს, რაღაც კომფორტი არის და უკვე რაც ამდენი წლის განმავლობაში დავიმსახურე, ესე ვთქვათ, რომ რაც მინდა, რაც უნდა არა, რაც მინდა და რო ვჭრიდი ამ რაღაცებს, გავიდა ეს 3 თვე, გამოვხარჯე ეს ფული, რა თქმა უნდა და როცა ეს ფული დავხარჯე, უკვე ვარ არჩევანის წინაშე, რომ სამსახურებში უკვე კარგი CV მაქვს, რომ გაყიდვებში კარგი ვარ, უკვე რაღაც პრომო გოგოდან საცალოს გაყიდვების ხელმძღვანელობაზე შემიძლია განაცხადი, ან უფრო ზემოთ და ან მანდ უნდა წავსულიყავი, ან რაღაცა საკუთარი უნდა გამეკეთებინა, ოღონდ მანდ არ იყო ფიქრები ჩემს საკუთარზე. იყო მაშინ შოურუმები, სადაც დიზაინერი შეკერავდა რაღაცას და ჩააბარებდი. პირველი იყო ეს, რაც ნაცნობებისგან გავიგე. რაღაც ნაჭრები ვიყიდე, შევკერე 2 კვირაში ეს რაღაცები და მივიტანე ერთ-ერთ მაშინ ძალიან ცნობილ შოურუმში. და აქ რომ მივედი, ჩემი ფასები იყო ეგეთი, რომ მე ციფრებიდან გამომდინარე დავთვალე, იქ მარჟა, რაღაცა და ბევრი არ მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შევკერე და აქ მე მინდოდა რომ 150 ლარი ამეღო. ხო. თითო კაბიდან და ბუნებრივია რომ იქიდან ღირებულება 60 ლარი გამოვაკლდება და ზემოდან რამდენი რჩება მეთქი. აი მაგ განწყობით ვიყავი და 90 ანუ რამდენი ფული რჩება, რას ამბობ და ამათ მითხრეს ვიყავსო მკერავიო. ესო გამომართვიო, ამას 450-ად გავუშვებთო, ამას 600-ად გავუშვებთო, ამას 300-ად გავუშვებთო, ვინ კერავსო და ამ ყველაფერს მე ვისმენ ახლა და მეთქი როგორ გავუშვებენ ამ ფასებში და მეთქი ამდათ რამდენი რჩებათ. და მე ჩემ თავს ვერ ვაფასებ თუ რაში, აი ძალიან გაურკვევლობა იყო, პირველი გამოცდილება იყო ეს და მე თვითონ შევკერე ესენი მეთქინა. ჩვენთან რო იმუშაო მკერავად არ გინდაო? და აი იმ მომენტში, აი ამ ახალი რაღაც მოცემულობა იყო ჩემ ცხოვრებაში და მან იმის ნაცვლად რომ დავთანხმებოდი, რომ წამოვალ, დავიწყე გადაანალიზება, რომ ესენი თუ ამას ახლა ამ თანხაში აპირებენ რომ გაყიდონ, აქ რა როგორ ხდება, როგორ აქვთ ეს ბიზნესი, ან რა ხდება, რა ჩემ ხელა გოგოები არიან ჩემზე ოდნავ დიდი მეთქი და დავტოვე ესენი მაინც, იმიტომ რომ არ მჯეროდა თუ გაიყიდებოდა. ერთ თვეში გაიყიდა ესენი და მაშინ ჩემი მეგობარი არის, აი სანიმა თუ გახსოვთ, ხალათები იყო პირველად საქართველოში, რაღაცა ძალიან ისეთი მარკეტინგი, უკან იყო სახელები ამოხარგული ხალათების, ყველგან ეს იყო სოციალურ მედიაში. და მაშინ რაღაცნაირად ეს ვნახე ნინაკო და ნინაკო იყო, ვინც ძალიან აღფრთოვანდა ამ ჩემი შეკერილი ნივთებით და მიდიო გოგო, შენი ბიზნესი მიცხეო. აი ესე მითხრა.
რანაირად მეთქი და რაღაცა რა არისო ვერ გავიგეო არისიო ესო პეიჯების ამბავიო და მაშინ პეიჯები იყო აი ჯერ კიდე ხალხი წერდა კომენტარებს ლათინური ასობით რა ხირს აი ეს ხდებოდა წერე ჰაშტეგ წერე ქართულად არც არსებობდა მაშინ და შევედი ამ Facebook-ზე create a page დავაჭირე მაშინ ვიფიქრე ტორტები გამოვაცხო მეთქი თუ რა აი აღმოვაჩინე პოპულარული იყო ეგეც კი აი აღმოვაჩინე სამყარო და მაშინ არც ნიკო აი დიდ ბრენდებს არ ქონდათ პეიჯები გაკეთებული არც პოლიტიკოსებს არც ფარმაცევტულ კომპანიებს ფაქტიურად ეს სივრცე იყო დაუკავე ცარიელი სივრცე როგორც გარეთ სარეკლამო პოსტერები არის რომ თუ მოთხოვნადი არის ძვირია იქ და რიგია და თუ არავინ უკვეთავს იმ პოსტერს უფასოდაც გამოგიკრავენ ზუსტად ასე აი ამ ალგორითმებში დავიწყე გარკვევა იმიტომ რომ დღეს თუ არსებობს SMM social media management-ის და ცალკე ფინანსის და ყველაფრის კურსები კრეატივის მაშინ ეს ყველაფერი უფასოდ იყო მოცებული Facebook-ზე პირდაპირ ხო რომ დააჭერდი აღწერაში იყო რომ აი ეს ღილაკი ამეშვება ეს ამეშვება აქ არის ეს და ეგრე რაღაცნაირად რომ გავაკეთე ეს პეიჯი პირდაპირ ვისწავლე Facebook-დან YouTube-დან და მაშინ დამჭირდა უკვე არა ტანსაცმლის შეკერვა, იმიტომ რომ ონლაინ ძალიან რთული იქნებოდა ტანსაცმლის გაყიდვა, რაღაცა მარტივი პროდუქტის შექმნა მომინდა, რომელიც მარტივი იქნებოდა მოსატანად. იმის გარეშე რომ მოვიდნენ და მოიზომონ. ხო, ну რაც უფრო მარტივი გასაყიდი იქნებოდა. ხო, აი მანდ იყო უკვე რაღაც ბიზნესის გამამარტივებელი ნაბიჯი. არა ის რაც მე მინდა კაბელი. და მანდედან წამოვიდა უკვე ნოემის იდეა. კი, მანდ წამოვიდა ნოემის იდეა, რომ როცა მე ჯერ ტექნიკურად მოვიფიქრე, როგორ შემიძლია რომ ფული ვიშოვო მე თვითონ იმით, რაც მიყვარს და პირველი რაც იყო, არა ის, რაც თავიდან ბოლომდე მე მინდა კაბები. მე არ მაქვს შოურუმი, მე არ მაქვს ფულის, ფულიც გამითავდა გადადებული რაც იყო, რაღაცა 200 ლარი მქონდა ჯიბეში და აი ამ 200 ლარით ეს წამება ქსოვილების. ხო. ჩემი დაქალის გარდაცვლილი ბაბუის კურტკას აგდებდა ნაგავში დედამისი და მე სულ მაძლევდნენ ხოლმე ამ ხარახურას მენაგვე ბავშვიაო ეს და ეს წყავის კურტკა რო აგდებდა არა მეთქი რა როგორ შეიძლება და კარგი მენაგვე კარგი და ესენი წამოვიღე რომ მეთქი ეს რა ქსოვილებია ამას რა ვუქნათ და დავკუჭე რაღაცები ამოვჩიჩქრე კავკასუსის კაბელი დავშალე იქიდან რკინები ამოვიღე და ესე გავაკეთე პირველი კოლექცია. გარდაცვლილი კაცის ტყავის კურტკა დავკიდე ხალხს ყურებდა. ეს მეწერა პეიჯზე, იქ რაღაცება გავლანძღეს, მაგრამ ეს არის სრული სიმართლე. კურტკა არა. ხო რა, ნუ ეგ იყო პირველი sustainable fashion. გადამუშავების ნაგავში გადაგდებას ნამდვილად კი, გამოყენება ხელმეორე მდგრადი მოდა თუ რაღაცა. სხვადასხვა მე ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 2020, შეიძლება 2019 იყო, ანუ 2021-ისკენ იყო დაახლოებით. ქორწილში ქართველები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, ჩამოვიდნენ აქ, გადაიხადეს ქორწილი და ვფიქრობდი, რომ აი რა შეიძლება რაღაცა ისეთი ვაჩუქო, რომელიც იქნება ქართული, მაგრამ მათ არ ექნებათ ნანახი, არამედ განსხვავებული და მაშინ ზუსტად ნოემი ვიპოვე და ნოემის საყურები ვაჩქა ეს მთლიან ყურზე რო ადის. ტრაგუსის თუ კლაიმბერი. აქედან იწყება და მთლიანად ადის, ხო. და მაშინ ავუხსენი, რომ ეს ქართული ბრენდია, რომელიც არ არსებობს, არსად და ძალიან უნიკალური არის და მოკლედ ძალიან გაუხარდა და ძალიან მოეწონათ და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ როგორ მიხარია ეს? მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ რაც ქართული ისეთი პროდუქტი ვიპოვე, რომელიც გაოცებდა ადამიანებს, რომლებსაც ნუ ყველაფერზე აქვს წვდომა, ხო? და შესაბამისად რაღაცა განსხვავებული გავატანე ამერიკაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი და ალბათ ბევრმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და შენ მიეცი მაგისი საშუალება ძალიან ბევრ ადამიანს და მადლობა შენ ამისთვის. ეს არის მე მაგებზე ვერ ვფიქრობ ხოლმე და ეგეთი რაღაც თუ მესმის, აი ძალიან სასიამოვნო არის. ახალი პროდუქტის შექმნის პროცესი როგორი არის? ანუ, როდესაც თქვათ, აი სახელი ხა ვერ დავემახსოვრე, რაც შენ ახსენე, მაგრამ ხო, ანუ აი ამის შემდეგ ხო რაღაც სხვა პროდუქტები შექმენი, რაც ასე უნიკალური იყო. ანუ ჯერ ამას ხატავ, ხაზავ,
როგორ ქმნი ეს პროცესი როგორია, ჩავთვალოთ რომ ამას ვუხსნით ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ და უნდათ რომ თვითონ შექმნან, აი როგორ აუხსნი მათ ამას. ეს ძალიან ინდივიდუალური არის. მე ყოველ კოლექციას სხვადასხვანაირად ვაკეთებ. ანუ ჩემთვის არასოდეს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ ერთი ნივთი შევქმნა კავშირის გარეშე სხვა ნივთთან. აი ეს არის უკვე კომპოზიცია, რასაც ეწოდება რა, კოლექცია როგორც გამოდის. აი თუ კი ჩვენებებს შევხედავთ, ნახავთ რომ ჯერ მოდიან შავები აცვიათ, მერე გადადის სხვა ფერში, ანუ შავი წითელთან გარეული. აი ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი აზრით ეს არის როგორ თქვა, აი უამრავი ადამიანი საქართველოში, თუნდაც აი ხელოვნების არა, მოდის მიმართულებით, აქ არ არის ხოლმე არ იგრძნობა, ინდივიდუალურია, ვერ იტყვი რა, მთავარია რომ შეაფასო, მაგრამ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რომ კომპოზიცია იგრძნობოდეს, ანუ ჯერ იდეას ვიღებ, შემდეგ ამ idеის ქვეშ მომაქვს უკვე პროდუქტები და არის ორი მომენტი რომ პროდუქტები ანუ ნახაზები მოგაქვს? რა სახის პროდუქტები მოგაქვს? ხო, ჯერ მომაქვს ნახატები, ნახაზები, ფორმები. აი, ბევრი რამე არის, ფორმა, ქსოვილი, დანიშნულება, კონსტრუქცია, დგომა, ძალიან ბევრი მომენტი არის. მე არის ტექნიკური მხარე, რომ როგორ წავა წარმოებაში, იმიტომ რომ მე უნდა გამოვიგონო რამოდენიმე და მე ეს რამოდენიმე დიდი რაოდენობით უნდა გავიდეს და წარმოება მოდის შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს რო არ შევეხოთ, პირველ რიგში როგორც იწყება ეს არის რომ რაც უფრო პატარა ვიყავი, იყო უფრო მეტად ეს დამოკიდებული უბრალოდ სტრატეგიულად რა, აი ბრენდში მუშაობს დიზაინერი და დავალება უნდა მივცეთ, რომ უნდა გამიყიდო, რომ ფული უნდა მომიტანო. ეს არის კრეატიული ხელმძღვანელის მთავარი დანიშნულება ბიზნესისთვის და მე ხომ ვიყოფი ორ ნაწილად, რომ ვარ ბიზნესის მფლობელი და აქვე ვარ თვითონ შემოქმედი. და შემოქმედს ყოველთვის უნდა თავისუფლება ჩემგან, ყოველთვის მინდა, ჩემი ოცნება იყო რომ აი ეს მეორე ყოფილიყო სხვა ადამიანი, მე ყოფილიყავი აქეთ დარტყმული, გარეკილი და თავისუფალი და საერთოდ რომ მიუშვებ და არც ადარდებს გაყიდის არ გაყიდის. და აქედან ყოფილიყო რომ მარიამ იქნება, არ გვინდა ახლა ეს უძუები მაინც და მაინც, იმიტომ რომ ქართული აუდიტორია არ არის მარიამ, აი მარიამ ღვინო მოწრუყე. აი ეს ყველა ხელოვან ადამიანს ჭირდება წარმატებისთვის ცხოვრებაში და ეს მოკვდა. იმიტომ რომ ამას მოაქვს კარგი გავლენა გულით ქალებისთვის, იმიტომ რომ უნდა ესაა ხელოვნება და აქეთ ამ მხარეს გვყავს მარიამი, რომელიც იძულებული არის, რომ ქალო დაგიქირავებ შენ აქ და შენ უნდა დამიდო მე თვიურად ეს ბრუნვა, რომ კვარტალურად ეს იყოს და წლის ბოლოს იყოს ეს, იმიტომ რომ თუ გინდა რომ გავხსნათ მაღაზია და შემდეგ ფილიალი და შემდეგ ეს გავაკეთოთ და ეს ოცნებაც ასრულდეს, ეს უნდა გამიკეთო. ამიტომ დასაწყისში ჩემი პირველი კოლექციები იყო ძალიან სტრატეგიული, კვლევა მქონდა ჩატარებული მარკეტის, რისთვის არის საზოგადოება მზად, რა უნდა საზოგადოებას, ეს არის ყოველთვის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ხო. რომ ჩვენ მოვერგოთ არსებულს და რაღაც რომ გინდა ზუსტად ის საჭირო დრო, საჭირო მომენტში მე უნდა შემოგთავაზო საუკეთესო ფასით შენ, რომ სხვასთან არ იყირო, ჩემთან იყირო, მე მივიღო შენგან თანხა. ეს არის მთავარი და ყოველთვის არის სხვაობა, რომ ჩემს ბრენდს ჭირდება, რომ ჩვენ თანხა შემოვიტანოთ, თუ ჩემს ბრენდს აქვს თანხა და დრო გვაქვს ნაყიდი იმისთვის, რომ ამას დავაცადოთ, რომ მან უკვე ბრენდის მისია შეასრულოს თავისი ხელოვნებით. ამიტომ იყოფა ეს ორ ნაწილად. თუ მე თანხაზე ვმუშაობ, ჩემთვის ნახატები არის 15 წუთი ნახევარი საათი ალბათ. იმიტომ რომ რაც გვინდა, რაც უნდათ ხალხს მარტივი, ტექნიკურად მარტივად შესასრულებელი, საწარმოებლად მარტივი და პროდუქტები, რომლებიც ლამაზის შეფუთვით გავა
ლიწინით რა და იქნება აი გორგიაში რომ ხალხი ასკდება ხოლმე აი ეს ხდება ჩვენთან როცა არის აქციები ხო ეს არის აი ესეთი პროცესი რომ ამას მე აი არაფრად არ მივიჩნევ რა ოღონდ ხალხს ეს ძალიან მოწონს და აქეთა მხარეს არის უკვე პროდუქტები რომელიც იქნება იდეით ჯერ იდეის ქვეშ გამოიყოფა რამდენი პროდუქტი უნდა იყოს დაახლოებით რომ ყოველი მათგანი ემსახურებოდეს იდეას აი მაგალითად რომელიც შენ საჩუქრად უყიდეს კლაიმბერი მან არის კლაიმბერებში არის შავი კოლექცია რომელიც იყო ეძღვნებოდა აი საერთოდ შავის გარჩევა იყო მან იდეა და ეძღვნებოდა ყველაფერს შავს გლოვიარე ქალებს მიცვალებულებს ანუ იმ თემებს საჩუქრად ეგვაჩქე შავი თუ აჩუქე ეგ არის ანუ მან არის ძალიან ძვირ თემატიკა და თეთრი ეძღვნებოდა უკვე საპატარძლო იყო და მანდ იყო 11 იმედია თეთრი ვაჩქე იმედია ის თვითონ რაც იყო ანუ მან ხო ორი ელემენტი იყო თვითონ რაც იყო სამკაულები ხო ქონდა სამკაულები თვითონ თეთრი იყო მე მგონი თეთრი ვაჩქე და სამკაულები თვითონ თეთრი იყო და უკან თუ ტყავი ქონდა ეგ არ მახსოვს ზუსტად. წინიდან თუ თეთრი იყო, მაშინ თეთრი კოლექციის ეგ იყო. თეთრი იყო, კი. თეთრებში სიკვდილები არ იყო, თეთრებში პირიქით. თეთრები სწორად მიჩუქებია. ყვავილების კოლექცია იყო თეთრი და მან სახელები ქონდა. Lily of the Valley, ანუ დაფოდილი იგივე ნარცისი კოლექციის პირველი საყურე იყო, მაგალითად, იმიტომ რომ ნარცისი გაზაფხულზე პირველი ყვავილობს. და აი ეს თანმიმდევრობაც ეს რა თქმა უნდა არავის უნახავს აღწერებში მეწერა და ერთეულებმა ნახეს, მაგრამ ეს იყო ჩემი დაავადება. შენ ნაფიქრი ქონდა მაგაზე. 11 ნივთი იყო ამ კოლექციაში, თეთრ კოლექციაში 11 ასევე სიმბოლო არის. პირველ ნამუშევარს 11 ფოთოლი აქვს. ნუ ეს დაავადება არის უკვე, მაგრამ ესე იყო იდეოლოგიით შექმნილი. ეს კოლექციაც, შავი კოლექციაც მქონდა გულების კოლექცია, რომელიც ტრანსფორმაციული არის მაგალითად და ერთი საყურეს სამნაირად კეთდება. ანუ მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ თვითონ გადააკეთოს საყურე და ერქვა მაგალითად ხასიათების გული. რომ პატარა გული აქვს მობმული, იქ დაშორდი შეყვარებულს პატარა გული მოაძრებ და აგდე ან ჩაანაცვლე სხვა გულით. აი რაღაცა სხვადასხვანაირი კოლექციები არის რა და ამიტომ გააჩნია რა დავალება მაქვს მე, როგორც დიზაინერს, მაძლევ რჩები ხელმძღვანელი. საკუთარი თავის დამკვეთი ხარ ესე იგი, ხო, რაც თავის სირთულეს წარმოადგენს. საშინელება არის. აი იოჯი ამამოტო იძახდა, ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობდა, რომ ორი რაღაც არის ხელოვნება სულ სხვა რამეა და ბიზნესი სულ სხვა რამეა. ეს ორი რაღაცა ერთმანეთს ძალიან ცუდად ეჯახება რა და ხელოვნება და ბიზნესით, როდესაც ერთად ამუშავებ, ეს ძალიან გავსო გემბლინგსო. ხო. იმიტომ რომ შენ თან გაქვს იმის შესაძლებლობაო, რომ ზუსტად გათვალო, რა როგორ კარგად გაყიდო და იყო ბიზნეს პერსონა, რომელიც ხედავს რა არის მოთხოვნა და მაგალითად ფასანაურში ტყავის ტანგა არ უნდა ჩაიტანო, გასაყიდად ხო ბუნებრივია ეს, მაგრამ შენ თუ გინდა რომ ფასანაურში რევოლუცია მოაწყო, შეგიძლია დადგე იქ პირობითად და თქვა რომ თქვენ გჭირდებათ ეს ქალებო და გესწრიან რაღაცას და 10 ადამიანი აუდიტორიას ამოკრებ, ვიღაცებში ჩატოვებ ცნობებში. ეს არის უკვე ხელოვნება, როდესაც შენ ამის გაკეთება კიდე და ბიზნესი არის, რომ ჩახვალ იქ პირდაპირ და რაც მუშაობს ადგილობრივ მარკეტზე გამოიკლებ და გააკეთებ და გემბლინგი იმიტომ არისო, რომ ამის ვალდებულებაც გაქვსო და ამის ვალდებულებაც შენ პირდაპირ მოგდის სურვილები, რომ ცვლილებები გამოიწვიო იმის და მიხედვით შენ რაც გჯერა და ყოველ ჯერზე, როდესაც შენ გამოუშვებ კოლექციას, შენ ეს რევოლუცია მოგაქვს და არასოდეს იცი იმიტომ რომ არსებობს ნული მთელი რაღაც, აი, უნდა დადო ეს თანხა გემბლინგს, იმიტომ შეადარა, რომ იქნებ ფასანაურში არის დროული ეს პროდუქტი და იქნებ ჩუმად გულით ვიღაცა ელოდება ამ ამოხეთქვას და იქნებ გაამართლოს ამან. და აი, იმიტომ გავს გემბლინგს, რომ უნდა გარისკო დადო. გარისკვა სჭირდება, კი. კი, და არის სრული სიგიჟე და აი ესე ამბობდა, რომ სამწუხაროდ მე მიყვარს გემბლინგიო და მეც ისე მომეწონა მაგის ნათქვამი ხთან იოჯი არის და მეთქი მივითვისებ, მაგრამ ეგრევე ამოვიგდე თავიდან, იმიტომ რომ ეს საქართველო არის მაინც არა, შენ სხვათა შორის გაქვს ისეთი პროექტები და პროდუქტები, რომლებიც არის რაღაცა
ახალი გაბედული ნათქვამი და ახალი სიტყვა ერთ-ერთი ბოლო პროექტი რაც არის სიცოცხლის ლიცენზია. ცხოვრების ლიცენზია, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროდუქტი არის და ძალიან ბევრი მთქმელი არის და გენდერული ნიშნით არის მოკლედ ეს და ამაზე მინდა რომ შენი საუბრო ჩემ ნათქვამზე უკეთესად შენი თქვი და მადლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ მე იმიტომ დავამცირე სხვა კოლექციები, რომ 15 წუთში ვაკეთებ მეთქი და ეს მოწონთ თქო, რომ პირდაპირ ვაღიარებ, რომ დავამცირე. იმიტომ რომ არ არის იქ შრომა. სინამდვილეში მთლად მასეც არ არის მეტი. შეიძლება ხალხისთვის ესე არ არის, მაგრამ მე ვიცი ხოლმე პირდაპირ თქვა და რაღაცა მხრივ რომ გავბრაზდი, ეს არის ნაგავი მეთქი, რატომ მოგწონთ თქო, იმიტომ რომ მაგალითად აი ამ ცხოვრების ლიცენზიაზე მთელი წელიწადი და ერთი თვე ვიმუშავე, იქ შევისწავლე მთლიანად რა ხდება სამყაროში, რა არის სახმაურო. ეს იყო ჩემი სულ პირველი კამპანია. და შინაარსიც რო გითხრა. შინაარსს ეხავე გეტყვით, მან არის მოკლედ გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინააღმდეგ არის ეს კამპანია, რომლის მიზანიც არის, რომ ქალები სთვის ამაღლოს ცნობიერება. და რადგან ეს არის ჩემი პირველი კამპანია, შესაძლო არის ეს რაღაცნაირად თითქოს ითვლება, როგორც წინა წლებიდან ამოღებული რამოდენიმე თემა არის იქ. მაგრამ მე მაინც ჩავთვალე, რომ თუ პირველი კამპანია არის, მოწესრიგებულად რო წავიდე უკვე ჩემს სამომავლო კარიერაში, პირველი აუცილებლად უნდა დავიწყო, როგორც ჩვენი ინტერვიუ რაღაც თუ პროფესიონალურად იწყება ყოველთვის, ესე ვთქვათ, ბავშვობიდან და ძირიდან და მე აქ ამას განვითარება რა. თუ კი პირველად შეიძლებოდა რომ ჩემი ეს მეგროვილი ფინანსი მე ჩამედო რამე კომერციულში, რამე ისეთში, რაც მარკეტს აწყობს, რომ როგორც შენ თქვი პროდუქტს როცა ვყიდულობთ, ეს ემოციურ დეფიციტს გვივსებს და სიამოვნებას გვანიჭებს. ეს როგორც ახლა ამ პოდკასტის წამყვანილობა იცი მთლიანად ეს მარკეტინგული ზემოქმედება ადამიანებზე და მყიდველზე რას ნიშნავს გაყიდვების სფეროში. და ხო შემეძლო ეს რო გამეკეთებინა, მე დღეს კარგად ვიქნებოდი რა, ესე ვთქვათ, ფინანსურად მაღაზიაც იქნებოდა ალბათ და ეს შემეძლო, მაგრამ აი ეს დავიმართე აქეთ ამ ხარე, რომ ქალბატონმა მარიამმა დაიწყო ეს ქალების უფლებებზე ჭიჭყინი ამით რა. ჩემი აზრით ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის იქიდან გამომდინარე, რომ გენდერული ნიშნით საკმაოდ ბევრი გოგო არ არის დაბადებული, რომელიც დაბადებულიყო. 2014 წლამდე მე როგორც წავიკითხე, გენდერული ნიშნით შეიძლებოდა აბორტის გაკეთება, ხო ესე? კი ბატონო. და მე უკვე აიკრძალა რასაც 2014-მდე რატო იყო და საერთოდ რომ მაგის გამო ხდებოდა ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ზოგადად არც უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით და ჩემი სურვილი ეგ იქნებოდა, რომ საერთოდ ეს პრობლემა არ გქონოდა, მაგრამ რადგან ეს პრობლემა გქონდა და მაგის გარდა კიდე ბევრი პრობლემაა, რომელიც ესე ღიად არ არის გამოტანილი, საჭირო არის რომ ამაზე ვისაუბროთ. ანუ უნდა ვთქვათ იმ პრობლემებზე რაც იყო, ვაღიაროთ, რომ მე იგივე არ დავუშვათ, იმიტომ რომ კი იყო რაღაც პერიოდი, როდესაც თქვა 2014 წლამდე ეს დაშვებული იყო, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ისევ არ ხდება რაღაც გზებით ეს გენდერული ნიშნით, ასე ვთქვათ, აბორტი და შეიძლება ეს შეფარულადაც ხდებოდეს, რაც ძალიან ცუდი არის. ზუსტად, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი, შეიძლება იყოს ეს ერთეული, იმიტომ რომ საქართველოა სანაცნობო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ამ დამოკიდებულებებს და ამიტომ ამბობთ, რომ კანონი ერთი არის და მეორე არის ცნობიერების ამაღლება და შეცვლა. აი, როგორ არის იცი, ანუ ეს კოლექცია, ამ კოლექციაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აი, ზუსტად ფემიციდად არის მოხსენიებული, ინფანტიციდი, ხო, ეს რაც არის. მაგით იწყება, ქალის დაბადებით იწყება და ამ კოლექციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი პოსტერი რაც არის, მანდ არის 9 პოსტერი, გამოკვეთილი არის 9 გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემა, რომელსაც ჩვენი თაობა, ანუ ამ ერაში წააწყდნენ, გოგოებიც, კაცებიც, ანუ ყველა ჩვენ რა, ჩვენი ეს ერთობლივი პრობლემა არის, იმიტომ რომ მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ბიჭებზე, ჩემთვის ეს ძალიან იგივენაირად მეთკინებოდა, არა, იგივენაირად ვერ მეთკინებოდა, იმიტომ რომ ქალი ვარ, გოგო ვარ და
სხვანაირად ხდება, სხვანაირად მეტკინებოდა. ვიტყოდი მე მაგალითად, რომ რატომ ჩვენზე ნაკლები ხომ არ არიან, რატომ როგორც ახლა ჩემთვის არის? როგორც არის შენთვის კი, ანუ შენ ძალიან ცოტა კაცი არის, ვინც ამაზე ხმაურობს. ხვდები ეს რამხელა პრობლემა აი ზუსტად ჩემი აზრით მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ეგ არის არაადეკვატურობა, როდესაც ადამიანი ესეთ რაღაცს აკეთებს. ну იქ აი წარმოიდგინე ეს კამპანია ხო იყო და იქ არის სულ ქალები პირველად მოხდა ისეთი რაღაცა რომ სამმა კაცმა დააკომენტარა ეს საერთოდ ჩემ გვერდზე არ ხდებოდა მაგრამ ეს რამდენად ეს უნდა იყოს ყველასთვის თანასწორად სახმაური იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სამყაროში ქონდა როგორი მოვლენები იყო ფაშიზმი იყო ანტისემიტიზმი ხო ეს ებრაელების დევნა რა ქონდა კუკლუქს კლანი იყო შავკანიანების მონობის პერიოდში კუკლუქს კლანი როდესაც შავკანიანები კლავდნენ, ანუ ამაზე თანასწორად უნდა ხმაურობდნენ, როგორც ჩავკანიანების, ყველა აბსოლუტურად და როდესაც ჩვენ ვაწყდებით აი გენდერული თანასწორობით მკვლელობას ნაყოფისვე და სიცოცხლის უფლების არ მიცემას ინგლისურად ამას ქვია life license სიცოცხლის ლიცენზია უნდა ყოფილიყო მაგრამ გადავარქვით და ცხოვრების ლიცენზია დავარქვით იმიტომ რომ არა მარტო დაბადებაზეა კი ხო მოიცავს სიცოცხლის უფლებასაც პირველი რაც არის და შემდეგ უკვე ცხოვრება აი თან ქალზე იციან რომ ნაცხოვრები ქალია რა იმნაირია აი ესეც მაიმუნობაც დევს აქ რა იმიტომ რომ ამ პროექტში არა მარტო დაბადებაზე არის და აბორტზე თავდება სლაიდი რომ აი კაცური დომინაცია ჩანს მან რა მან არის ოჯახურ ძალადობის თემაზე მეორე არის არასრულწლოვან პერიოდში გათხოვებაზე რომელიც დღესაც ხდება ახლანდელი მონაცემებით სოფლებში იქნება თუ სად იქნება ნუ და ზუსტად მაგ სოფლებში იგივენაირი ასე ვთქვათ გენოციდი ხდება ფაქტიურად კი და აი რაც შენ თქვი რომ 2014 წლამდე აი მან ვიტყვი რა რომ 1990 წლიდან 2004 წლამდე გვაქვს სტატისტიკა, სადაც საქართველოში არ დაიბადა ამ სელექციური აბორტის გამო, რომ გოგო არ უნდათ და ბიჭი უფრო ის იყო ოჯახში შემომტანი იქნება, ეს ბევრი რაღაცა არასწორი ეს ინფორმაციის შედეგად, რაც დალექილი არის ადამიანში, აი ამ მიზეზებით 1990-დან 2004 წლამდე 32000 გოგო არ დაიბადა საქართველოში და 2004 წლიდან უკვე 2014 წლამდე, როდესაც ირიბა და აიკრძალა სელექციური აბორტის გაკეთება ირიბა დაკრძალვაში გულისხმობ იმას რომ 3 თვემდე გახდა აბორტის გაკეთება 3 თვის შემდეგ აიკრძალა აბორტის გაკეთება და 3 თვემდე სქესის გამჟღავნება აიკრძალა ანუ ის კი არ თქმულა რომ კონკრეტულად გოგო არ შეიძლება რომ გოგოების უბრალოდ აბორტს 3 თვის მერე ვეღარ გაიკეთებ კანონმდებლობით და 3 თვემდე კიდევ სქესს არავინ გეტყვის მაგრამ რაც შენ თქვი რადგან ეს საქართველოა 2004-დან 2014 წლამდე სტატისტიკა სრულიად გამქრალია წარმოიდგინე და ამ პერიოდში შეუძლებელია რომ ეგ იყოს სიმართლე რომ 2000 წარმოიდგინე და ამ პერიოდში და თუნდაც 2014 წლიდან დღემდე ჩვენ რა გარანტია გვაქვს რომ ვიღაცას არ ეტყოდა რომ ნაყოფი არის გოგო ნაცნობი საქართველოში რაც საკმაოდ მარტივი იქნებოდა რეალურად ამიტომ რამდენ ქალშიც რამდენ კაცშიც ცნობიერება არის შეპყრობილი აი ამ გენდერული სტერეოტიპებით ყოველი მათგანის ხელით კვლავ ხდება აი ამ ჩვილების რაღაცა გენდერციდი უწოდა მაგას ერთ-ერთი ფილოსოფოსი არის მერიენ უორენი რომელმაც გააკეთა პირველად ეს კვლევა და პირველად შემოიღო ეს ტერმინი გენდერციდი რომ ინფანტიციდი ხდებაო რა ანუ ფემიციდის სახეობაში გაატარეს მაშინ ეს რომ ქალისთვის სიცოცხლის უფლების მიცემის სიცოცხლის უფლების არ მიცემა იმის გამო რომ ის არის ქალი და ეს სამი სტატია იყო რომელიც მე მოვძებნე ამ კვლევის პერიოდში და როგორი სახელებიც ის სოფლიოში არის 160 მილიონამდე არ დაბადებული გოგო 12 ქვეყანაში ხდებოდა ეს და მათ შორის არის საქართველო ერთ-ერთი და 2014 წლიდან 2019 წლამდე კი არა და 2004-დან 2014-მდე როცა ეს კვლევები გამქრალი არის მე ხომ მაინტერესებდა რომ სად არის სტატისტიკა რატო არ გვაქვს ყველას ანუ რა სიტუაციაა ქვეყანაში რომ ერთი ადამიანის სიკვდილით ხო ასეთი ტრაგედია არის და რატომ არ არის აქ ეს და სომხეთსა და საქართველოში რაღაცა CGI კვლევა იყო ჩატარებული იქ წერია რომ ჯამურად 170,000 გოგო არ დაიბადა ამ პერიოდში ამიტომ შეიძლება უხეშად ვივარაუდოთ რომ იმ სტატისტიკაზე აღებულ 32,000 კიდევ რამოდენიმე 1000 გოგო აი სადაც 50,000
დღესამდე გოგო ამ ქვეყანაში არ არის გაჩენილი. იმ პერიოდში, როცა ჩვენ დავიბადეთ. ანუ გამოდის, რომ ეს გოგო, ჩემი მშობლები, რომ ამ გენდერული უთანასწორობის ინფორმაციით დამუშავებულნი ყოფილიყვნენ, შეიძლება და მე დღეს აქ არ მჯდარიყავი, იმიტომ რომ იტყოდნენ, რომ გოგოა. შემდეგი. ხო. თავიდან ცადოთ. მოაცილეს, თავიდან ცადოთ, ხო? აი სიგიჟე. შეიძლება და ნებისმიერი ყოფილიყო და ეს კოლექცია მინდოდა და არ ვიცით რეალურად ვინ შეიძლება და ყოფილიყო დღეს ჩვენ გვერდით და ვინ ყოფილიყო ჩვენი მეგობარი. აი, პოდკასტი იმ 50000 გოგოდან ვიღაცა აუცილებლად უყურებდა. აქ იჯდებოდა. ან უყურებდა მინიმუმ და ხო. ხო და შესაბამისად ხო ჩვეულებრივი გენოციდი არის და თან ისეთი პატარა რაოდენობის მოსახლეობისთვის როგორც საქართველოს ყავს ძალიან დიდი რიცხვები არის და ძალიან დიდი პრობლემა არის. მანდ არის ჩინეთი, ინდოეთი, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ქვეყნებთან? რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ირანი, აი ამ და დღემდე ხდება ეს. ეს არაა მარტო ჩვენთან კი ბატონო ეს დასრულდა, მაგრამ ცნობიერების იმედია დასრულდა, თან ჩვენ ამის გარანტიაც არ გვაქვს, სად მოწმდება. თუ ხდება დაბალი რიცხვებია მინიმუმ. ანუ ეს უნდა იყოს შემოწმებული ჩემი აზრით, რომ გოგოს აბორტი სტატისტიკა უნდა მოდიოდეს რა, ანუ დღეს ახლა ქალს, როდესაც ვამბობთ, რომ აქვს უფლება მისი სხეული, მისი არჩევანი არის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა ამ უფლებებს და მთელი ფემინისტური ესეც სადაო საკითხებია დღეს ბიოეთიკის, თუმცა ქალს, როდესაც აქვს ასეთი უფლება, მან უნდა იყოს აღრიცხვა რა, რომ რა რაოდენობით კეთდება აბორტები და სქესი მანდ გოგო არის, თუ არა, თუ ბიჭი არის თუ არა და აი ეს შედარება, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა იმისთვის უნდა იყოს, რომ ვიღაცა დაჯდეს და ეს ყველაფერი გამოიკვლევს. ახლა მე არ ვარ მკვლევარი, ანუ მე ხელოვანი ვარ, მაგრამ ვინ არის, აი რატომ არავინ ხმაურობს ამ ყველაფერზე დღეს ქვეყანაში? რატომ არ არის აი ეს თანამედროვე ფემინიზმის პრობლემები წამოჭრილი, იმიტომ რომ ჩვენ საიდან იწყება ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ კი არ წუწუნებთ, რომ აი ამ პერიოდში ეს ხდებოდა საქართველოში. მე რა ხდებოდა, წარსული იყო და დღეს ამით რაღა. მაგრამ მე ზუსტად იმას ვამბობ, რომ დღეს უკვე პერიოდი არის, როდესაც ჩვენ ქალებმა უნდა დავიწყოთ ანალიზის გაკეთება, რომ თუ კი, როცა ჩვენ დავიბადეთ ჩვენ გადარჩენილი ქალები ვართ. ხო. ანუ მსოფლიოში ამას ეწოდა ომი ქალების წინააღმდეგ. ეგეთი სტატია ესეთი დრამატული სახელებით არის, რამოდენიმე სტატია გამოქვეყნებული, რომელიც მე არის მიჩუმებული. ეს ისეთივე ისტორიული შავი ხვრელია, რომელსაც მე ზუსტად ვიცი, აი ჩვენ რო დავბერდებით, ვიტყვით, რომ იმ პერიოდში დავიბადე, როცა საქართველოში კლავდნენ სქესის გამო, გადავრჩი და ამისი გააზრების უფლება მინდოდა მიმეცა ქალებისთვის პირველ ნაწილში ჩემი კამპანიის, რომ დავიბადე, მე გადავრჩი და მანდ მაქვს პროდუქტი, რომ სამაჯურია პირველი ნოემის ვარდისფერი. დაბადების დროს როცა უკეთებენ ბავშვებს. პირველი სამკაული ადამიანის აქსესუარი, სულ რო გაჩდები, სულ პირველი რაღაცა, სადაც შენ გაწერია გოგო ან ბიჭი. აი ეს არის ძალიან სიმბოლური და ამ პროდუქტს დავარქვი ნააბორტალი. აბორტეთ დავარქვი ამას და ეს იყო ყველანაირი მარკეტინგული წესის დარღვევა, იმიტომ რომ ვის უნდა იყიდოს ტკივილი. ხო. რომელ ქალს უნდა რომ ეს იყო რეალურად ხელოვნება უფრო მეტად წინ წამოწეული, რასაც შენ წაგან ახსენებდი, ხო. მე 80000 ლარი დავკარგე მაგის გამო. ხო. და ანტრეპრენერს ინტერვიუ მივეცი, 8 ლარი მქონდა ჯიბეში. წარმატებაზე ვლაპარაკობდი. ოღონდ მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, წინასწარ ვიცოდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი გემბლინგი, მაგრამ მე მყავდა კომენტარებში გოგო. ხო. რომელმაც ივლისის თვეში მქონდა გადაღება და აგვისტოში დავდე ეს და მთელი გზა ძალიან რთული იყო, შეძლება მას და ვითხოვდი, რომ სტატისტიკაზე დამეხმარეთ, ვიღაც რაღაცისთვის ვჭირდება, ხო არ ვეტყოდი, რომ ამას და ამას ვაკეთებ მეთქი და ვიღაცამ დააკომენტარა, რომ მეო დედა ჩემს უნდა მოვეშორებინეო. ხო. და დედას ძალიან რთული გზის გავლა მოუწიაო, სახლიდან წამოვიდაო და გამაჩინაო მეო და რაღაცა ეგეც ხომ არ აკეთებთო თუ რაღაც და მე ვიღაცამ საშინელება დაუწერა, მე ამან წაშალა და მე ამის სკრინი მქონდა შენახული მთელ ამ პროცესში, რომ თუნდაც ამ ერთ გოგოს გააზრებინებს ეს, რა მაგარია თვითონ, რა მაგარია დედამისი და რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს ადამიანი არის ცოცხალი დღეს, აი მაგისთვის მიღირდა ეს და წარმატება ყოველთვის არ არის ციფრი. ხო. აი სხვა გადმოსახედიდან რო შევხედე, წარმატება არის იქ 100-ობით, 1000-ობით გოგო, რომელმაც ეს იგრძნო, ეს არის რეალურად ბრენდის მისია, რომელიც ბიზნესზე მეტი არის.
ერთი საკითხი, რასაც მინდა რომ შევეხოთ და შეიძლება ადამიანებს დავეხმაროთ, არის აუტისტური სპექტრი, რომელიც შენ ახსენე და მე როგორც მაქვს ცოდნა, არის ძალიან მრავალფეროვანი და ყველა ადამიანს არის უნიკალური და ინდივიდუალური. თუმცა ის რომ აუტისტური სპექტრი გვაქვს და ამისი აღიარება, ასე ვთქვათ, არ ტეხავს და პრობლემა არ არის, ეს შენ გადაგხდა და რაღაც ეტაპი გაიარე და აი ამის შესახებ თუ შეგიძლია რომ დავამოტივიროთ და მაგალითი მივცეთ ადამიანებს. სიამოვნებით. სპექტრი არის ფართო ძალიან. მე როგორც ვიცი, აქ არის, როდესაც კოგნიტიური შესაძლებლობები არის შეზღუდული, და როდესაც კოგნიტიური შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ამას ადრე ეძახდნენ ასპერგერის სინდრომს, მაგრამ რაღაციდან გამომდინარე ესე აღარ ქვია უკვე, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცა დააკენსელეს, მოკლედ ეს ტიპი ვინც ეს დაადგინა, რაღაც გარკვეული ნიშნის გამო, არ ვიცი, ანტისემიტი იყო თუ რაღაცა ეგეთი იყო მოკლედ და უბრალოდ ეწოდა სპექტრის მქონე ადამიანი, რომლის კოგნიტიური შესაძლებლობებიც არ არის დაზიანებული. ინდივიდუალური არის, ანუ ყველგან სხვადასხვანაირად გამოვლინდება, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო აქვს, ანუ რითიც ხდება თვითონ დიფერენცირება, საერთო მახასიათებლები არის. აი, როდესაც მე ამის ტესტირება გავაკეთე, გიჭირთ თუ არა საათის ცნობაო იქ რო იყო შეკითხვა. მე იცით რა მჭირდა, ანუ აი ასე დავხტოდი, იმიტომ რომ 13-15-ზე მოდი ჩემთვის არის კატასტროფა. აი ძალიან ბევრი რაღაც არის, ანუ ხმაურთან მიმართებაში პირობითად რაღაცა მოძრაობები მე მაქვს, აქ ხა ქუდი მახურავს, მაგრამ ტრიქოტილომანი აქ თმას ვიგლეჯ. არც ამაზე მწხვენია უკვე ახლა ლაპარაკი, იმიტომ რომ პირიქით მე მომწონს რომ ამას ვამბობ, რომ ვიღაც ვინც აქ ვისაც აქ თმა არ აქვს, ქალებში ყოფილა, თურმე ეს ხშირი, ანუ კონკრეტულად ზრდასრულთა სპექტრზე საქართველოში მე არსად მომისმენია და ჯგუფიც მაქვს, ასპი ჯგუფი ქვია, ეხა ეძახიან ამას თიზმს რა, ანუ ჩვენც ბოლო პერიოდი არის, რაც კონტენტს ვხედავ, რომელიც იქმნება. და ამან განაპირობა ისიც, რომ ხმაური დავიწყეთ და მე პირიქით მადლობელი ვარ იმ ადამიანების, სადაც მე რამოდენიმე სიუჟეტი მქონდა, სადაც მქონდა მთელი აი ეს პრობლემა. ვთქვა თუ არ ვთქვა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ საზოგადოებაში არის რაღაცა სტიგმები, რის გამოც აი ბევრ ადამიანს რომ გაჩუმდინო ლაპარაკობ, რომ აუტიზმი არა ის კიდე, აი ეს რომ თითქოს არის სასირცხვილო და მე ვაღიარებ, რომ როცა პირველად ჩემს ინსტაგრამზე ავდექი და კანკალით, მაგრამ რაღაცა პირველი უცნაური შეგრძნებით დავპოსტე ეს. მქონდა ეგეთი მომენტი, რომ თუ ამ ადამიანებს ვუყვარვარ, აი ეგეთი მიმიღონდა თუ არა და მივდივარ ამაზე, რომ ყველამ დამაკენსელოს მეთქი რა, აი ეს მე მაშინ არ მიფიქრია, რომ სხვა ადამიანებს დავეხმარებოდი ამით. რომელი წელი იყო? სადღაც 3 წლის წინ იყო ეს. მაშინ იყო ჩემს TikTok-ზე და Instagram-ზე, აი ჩემი ძალიან ბედნიერი მარიამი. ცნობადობის პიკი, რომ ხიარული და გვართობს და რაღაც და ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებდი. და ჩემ გულში ეს რაც ხდებოდა, მაშინ მე მქონდა კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი და პერფექციონიზმის დიაგნოზიც, რომ აი ეს იწვევდა ჩემში ამ დეპრესიას, რომ ტექნიკურად ვერ ვალაგებდი რა, ეს წესრიგის სიყვარული ძალიან მაქვს და ხშირია აუტისტური სპექტრის ადამიანებში მიდრეკილებები დეპრესიისკენ, შფოთვისკენ, ანუ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისკენ ბევრად ვართ მიდრეკილი, იმიტომ რომ ცოტათი სხვანაირად ოპერირებს და მუშაობს ჩვენი ტვინი. თუ კი ნეიროტიპიურ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ მთლიანობაში აღიქვავდეს მოვლენებს, სახეებს იმახსოვრებდეს, ანუ განსაზღვრავდეს, აი პირდაპირ მთლიან სურათს. აუტისტურ სპექტრში არის, რომ დეტალებით ვიმახსოვრებთ. აქ მისამართს მე ვერ დავიმახსოვრებ, მაგრამ შეიძლება დავიმახსოვრო შენი წარბი. აი ესეთი უცნაური რაღაცები არის, რომ დეტალებს ვაგროვებთ. სხვანაირად, ანუ ტვინიც თვითონ აი მე უკვე ძალიან დავინტერესდი, ბევრი წიგნებიც არის, ქალების სპექტრზე არისო ამდენი ხანი ლაპარაკი მსოფლიოში. გენდერულად არის სხვაობა, რომ უფრო მეტად ქალებს აქვთ ეს სპექტრი ვიდრე კაცებს ამ პირიქით. იცი როგორ არის? აი შეკითხვა არის. ამბობდნენ, რომ ბიჭებში უფრო ხშირია.
ხო. მაგრამ შეფარვა შეუძლიათ ქალებს უკეთესადო, ხო, ეგავიგე. აი არასოდეს ამ პერიოდამდე არ ყოფილა წამოჭრილი მსოფლიოში თემა ქალების აუტისტურ სპექტრზე. უფრო კაცებს ექცეოდათ ყურადღება და გოგოებზე იძახდნენ რომ უცნაურია, ნაზია, ჩუმია, მორიდებული არის. ეგეთი ტიპი არის და კაცებზე იყო ეჭვები რომ რატო არ არის რატო ზის სუხმას რატო არ იღებს და გოგოებში არის ეგეთი ფენომენი რომელსაც ქვია ინგლისურად masking, შენიღბვა. რომ როგორც ჩანს, აი მე ამ ხმაურის შედეგად გავიჩინე სპექტრიანი მეგობარი ბიჭი. და ისეთი საინტერესო იყო წლების წინ ჩვენი კომუნიკაცია, რომ შენც ითვლი, შენც ალაგებ, ანუ ერთ წესრიგში გინდა ეს ყველაფერი, ანუ აი ეს მომენტები ძალიან საერთო იყო და მყავს დაქალი, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი. და ზუსტად ერთნაირად აღვიქვავთ სამყაროს და სხვაობაც იყო ჩემთვის საინტერესო. ქალებში არის ესეთი რაღაც ფენომენი, აი ეს masking შენიღბვა, რომ როგორც ჩანს ბიჭი უბრალოდ მარტივად აი ეგეთი ვარ და ეგეთი ვარ. და გოგოებში რატომღაც არის დაკვირვებები ადამიანთა ქცევებზე, რომ მიღებული იყოს სოციუმში და თუ კი გიჭირს მაგალითად ან თვალით კონტაქტი, ან აი ძალიან ხშირად მქონია ცხოვრებაში, რომ ქუჩაში ასე დავდიოდი ბავშვობიდან, ან ხმას ვერ ვიღე. ის კი არა რომ ლაპარაკი არ შემეძლო. რაღაცა შიგნით უცნაური იყო, რომ ვერ და წერდი სულ და ვისროდი ხოლმე მაგიდის ქვეშ ვიჯექი და ვაგდებდი ამ ნაწერებს, რომ აი ეს მარიამს შია. მესამე პირში ანუ ძალიან ასაკთან ერთად, როგორც მე ვიცი, ეს უმჯობესდება, იმიტომ რომ აქ არის პრობლემა იმის, რომ მეტად ანალიტიკური ხარ. საზღვრავ ყველაფერს და ნაკლებად აი ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის ემოციური ინტელექტი. ძალიან აი ანალიტიკური ინტელექტი არის მაღალი IQ და EQ არის ზღვარზე დაბალი. იმიტომ რომ განზრახვები სხვა ადამიანის არის ძალიან რთული ამოსაცნობად და მეტად მოქმედებს შენზე და სტრესს. ძალიან მოქმედებს, რა თქმა უნდა. აი მაგალითად პირდაპირ საქმის კურსში ჩააყენა ადამიანი. ეს არის ირიბად ნათქვამი რაღაც. მაგალითად ჯიბეში ჩაისვა. და მე აქ ვიზუალიზაცია ვაკეთებ და ხედავ რომ ადამიანს ჯიბეში ჩაისვა და ის საქმე შენ სხვანაირი გაქვს. დაშენელებული პროცესება გაქვს, რომ რა ხდება? ხო, ენის წვერზე იკბინე, ნიშნავს რომ გაჩუმდი. და მე ესე მასწავლებელი ამას რომ მეუბნებოდა, ენა გაიკმინე ან წვერზე იკბინე, ამას ვაკეთებ მართლა. პატარა ასაკში სანამ დამუღამებ და შეეჩვევი, რომ ეს ასე უმრავლესობისთვის მარტივია ეს ნათქვამები. ან მაგალითად ესე ხდება ხოლმე, რომ ადამიანი გეტყვის, რომ აღარ მინდა შენთან ლაპარაკი. და შენ ეგეთი ხარ, რომ კაი. და სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ის ამას იმიტომ ამბობს, რომ სინამდვილეში უნდა ლაპარაკი. აი ეს არის უკვე ემოციური და თუ ესე ვთქვათ ნეიროტიპირებს ერთმანეთის ესმით. იმიტომ რომ აქ ემოციურად უფრო ერთნაირად შედარებით ფიქრობენ. და ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ გაგება ხდება ამ ყველაფრის და აი ძალიან საინტერესო რაღაც დამიკომენტარა ვიღაც ფსიქოლოგმა რამოდენიმე კვირის წინ, იმიტომ რომ მე ამაზე ვხმაურობ სულ. და ძალიან ბევრ ენერგიას გასცემენო, რომ ყოველთვის აი რამდენს ვაპარებ დეტალურად ვცდილობ, რომ ვიღაცას ავუხსნებ, და ჩემთვის რთულია, რომ მე დეტალებით ვხედავ სამყაროს და ხშირად ასე არ მიხსნიან ხოლმე და ამიტომ ბევრ ენერგიას გავცემ, რომ ყველამ გაიგოს ზუსტად რას ვხედავ, ჩემი ხედვა რა არის და იგივეს ვერ ვიღებ, ანუ სანაცვლოდ ვიღებთ ჩვენ ცოტა ენერგიას ჩვენი თავიდან გამომდინარე რა, როგორც აი ეს უმცირესობა და ეს წარმოადგენს ბევრი ადამიანისთვის სირთულეს და ქალებისთვის კიდევ მეტად განსაკუთრებით. ამაზე მუშაობა შეიძლება, ხო, რომ თქვა გაუმჯობესდეს. კი, მე ბავშვობიდან აი ძალიან პატარა ასაკიდან მყავდა ფსიქოლოგი, რომელზეც უბრალოდ ჩემი ოჯახი და ჩემი რაღაცა ამას მალავდა. არ მეუბნებოდნენ მე თვითონ, არ ეუბნებოდნენ მეზობლებს და ბებია ჩემი ძალიან ხშირად ჩხუბობდა ხოლმე. რაღაცა გამოლოცვაზეც ვარ წაყვანილი. დანებს მირწყავ. აუტისტური სპექტრი გამოგილოცეს? უცნაური ბავშვი არის და წრიპინებდი ხოლმე. ლაპარაკის მაგივრად და მესამე პირში ლაპარაკობდი.
მარიამს არ უნდა ლაპარაკი. ძალიან უცნაური არის ეს. მარიამს მოშიმდა, ესე ლაპარაკობდი და ისე ხმას არ ვიღებდით. იმათ ალბათ ეშინოდათ, რომ ბავშვი შეპყრობილი ხო არ არის ეს ბავშვი. რა თქმა უნდა, შეპყრობილი ხო არ არის ეს ბავშვი და ვერც მეგობრები ვერავის ეგეთი ის მქონდა ხოლმე, რომ ნატრობდი ნეტა მეგობარი მყავდეს, ანუ ვერ ყველა რაღაცას რო ლაპარაკობდა გარშემო. მე ეგეთი ვიყავი, რომ სხვაგან ვიყავი, ანუ ვერ ვხვდებოდი. ხო. ან წრეში ბურთი რო არის? ხო. და ვითავ ეგ მახსოვს, რომ წრეში ბურთიო და მე მეგონა რომ წრეზე უნდა დავდგეთ და ბურთი წრეში ვატრიალოთ. ხო. ხო. და ბავშვებთან დავდექი და სხვანაირად იყო. და მეთქი ეს არის ადამიანი რო შუაში დგას და ბურთს რატო ესვრით. ხო. და ვერ დავეწი ამ ყველაფერს და ბუნებრივია რომ გაგრიყავენ, რომ ვინ არის ეს თავისი უცნაური. ხო. და გავჭედე იმაზე, რომ ამას წრეში ბურთი არ უნდა ერქვას. ხო. ეს არაა წრეში ბურთი. ხო. ნუ პირდაპირ გაგების თემა არის, მანდრაც ხდება აუტისტურ სპექტრის ხშირად. უბრალოდ სამყაროს სხვანაირად აღქმა არის აქ. უფრო პირდაპირი აღქმა. კი. მე რაც მაქვს აი ნანახი აი რადგან ვინტერესდები ამით ძალიან MRI-ზე არის სურათი რომ ცენტრები საიდანაც რეგულირდება რაღაცები ვიზუალური აღქმა არის ბევრად 10 ჯერ უფრო ძლიერი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებში დეტალური მახსოვრობა აი ეს რაღაცა და ვერბალური ნაწილი არის 10 ჯერ უფრო სუსტი. ხო. ანუ ნათქვამის დაპროცესება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ემოციური ეს რაღაც უნდა ამოხსნა და რასაც ხედავ, ბევრი ისეთ რაღაც დეტალს ხედავ, რასაც ვერ ხედავს სხვა. ხო. ეს ყველაფერი საერთო ჯამში და ხშირია ხოლმე სხვათა შორის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ხელოვნებაში იყენებენ ამ თავის განსხვავებულ ხედვებს და შენც ალბათ რამდენად გიფიქრია მაგაზე მე ვფიქრობ რომ ასე ალბათ რომ ეს შენ დაგეხმარა იმაში რომ ეს პროექტები შექმნა რომელიც საკმაოდ განსხვავებული არის და შინაარსობრივი არის. ეგ არის ახლა ისეთი შეკითხვა რომ მე ბევრი ინფორმაციას ვაგროვებ ამასთან დაკავშირებით. როგორც ახლა დღეს მაქვს მე ეს მიღებული და შეყვარებული ასე არ იყო. საერთოდ ძალიან მერიდებოდა, იმასაც მაქვს ნაფიქრი რომ ახლა ვეღარ გავთხოვთ. აი წარმოიდგინე პირდაპირ ვაღიარებ რა რეებზე მაქვს დაფიქრი რომ დამაკენსელებენ ახლა ნუ ეგ ნორმალურია რომ მაგაზე შეიძლება იფიქროს ადამიანმა. ხო, ანუ ამ დროს საერთოდ არ მაქვს მაგის ინტერესი, მაგრამ მე რაღაც დონეზე ეგ ფიქრებიც კი მქონია და ბევრ ამაზე მიფიქრია რომ ახლა სამსახურში აი სადმე თუ რამე დამჭირვები ან რამე პროექტზე მუშაობა, აი მაინც არ თქვა მეთქი რა მარიამ რა, დენასკვილი დაადგი თუ რაღაც რა. და ახლა როცა მივიღე საკუთარი თავი, არ ვიცი მე მართლა შემიძლია ვივარაუდო რომ ჩემი აი ეს მასიურ წარმოებად რომ ვაქციე ეს სპექტრის დამსახურება არის, იმიტომ რომ ხელოვანი ადამიანი ყოველთვის ვიცით რომ არის ქაოტური. ხო. აი ეს უმრავლესობაში ასეა. და მე ძალიან ყოველმა ჩემმა თანამშრომელმა იცოდა რომ ვერაა ეს ცოტა კარგად, იმიტომ რომ გამორიცხულია მუშაობა დავიწყო ან კოლექციის კეთება დავიწყო თუ აი დეტალურად არის ყველაფერს კოდები აწერია. შეკვეთებსაც კოდები აქვს, ანუ სულ ციფრები, ანუ რაღაცა შეპყრობილი ადამიანის ქცევები არის, რომ უნდა იყოს დაალაგებული აუცილებლად. ხო, პერფექციონიზმი რაც წეგან ახსენე. ხო და აი ეს პერფექციონიზმი არის თუ არის რუტინების და აი ამ წესრიგის სიყვარული, რომელიც კონტროლში ეხმარება სპექტრიან ადამიანს. მაგას უკვე ვეღარ გაიგებ მანდ, იმიტომ რომ ეს ხო ერთიანობაში ქმნის მარიამს. ხო, ეს ერთიან აუცილებლად თელი ცხოვრება ეს ჩემი ნაწილი იქნება. ამიტომ მინდა ხოლმე რო თქვა რომ ეს არის გარკვეულწილად სპექტრის დამსახურება, რომ მე ეს სისტემები ამაწყობინა, რომ თარგები, წარმოება, ეტაპობრივი წარმოება, კონსტრუირება ბრიგადასავით, როდესაც მიდის, რომ ეს ამ რაოდენობით ამის წარმოება, აი ეს წესრიგი რამდენად მიყვარს. ხო. მეყარებოდა თუ არ. ეგ მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ეს წარმოების ამის გარეშე და თან მე ეს მიყვარს, ამისთვის შემიძლია ისევ კონცენტრირდე, რომ ამ სამყაროში არ ვარ. მაგრამ თან ამავდროულად არ მინდა რომ თქვა, რომ ეს მარტო აუტისტური სპექტრის პლუსი არის. მე საერთოდ მინდა ვთქვა, რომ როგორც სპექტრიანი ადამიანი და ნეიროტიპური ადამიანი, საერთოდ ნეიროტიპიური დასახელება არ მომწონს.
იმიტომ რომ თითქოს ტიპიური ცოტათი ისეთი, ანუ ყველა ადამიანი არის უნიკალური. აი ამ კუთხიდან მინდა ვუყურო. ხო, არ გინდა რომ თლად ისე გამოჩნდეს, რომ დაავადებაა და ასე შემდეგ. ხო, არ მინდა. რეალურად არის ადამიანი ასე. სოფლიოში ეგეთი რაღაც ხდება ახლა, რომ ერთი მომენტი არის, რომ ვიღაც კატეგორია უყურებს ამას, რომ ნაკლოვანი ხარ და რაღაცა კატეგორია ამას უყურებს, რომ რადგან ნიკოლა ტესლას ჭირდა, რადგან ილონ მასკს აქვს, რადგან ენტონი ჰოპკინსი, ანუ ეს რამხელა იმედი არის, რომ გგონია, რომ მაგრამ სინამდვილეში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დიდი პროცენტი საერთოდ სამსახური არ აქვთ ამ ადამიანებს და მარტოობაში არიან. ანუ რაღაცა ნაწილი უყურებს, რომ ეს არის გენიალური დაავადება რა, მოვლენა რა. ესეც არის სტერეოტიპი ძალიან დიდი. არ შეიძლება რომ ბავშვზე ახლანდელმა მშობელმა გაიგოს, რომ სპექტრი აქვს და იმას შეტენოს მთელი პასუხისმგებლობა, რომ იცი რა შენ უნდა იყო, როგორც იყო აინშტაინი, გენიოსი. ხო ხტები შენ ნაკლოვანი ხარ, მაგრამ ციფრებს ისე ნებისმიერ ადამიანში არის რაღაცის სიყვარული. და უბრალოდ თუ კი სპექტრიანია ბავშვი ან არ აქვს სპექტრი, ეს არ ნიშნავს, რომ ტიპიური ბავშვი, ჩვეულებრივი არის რა. ეს არ უნდა მოხდეს. თითოეული ადამიანი უბრალოდ უნდა დავინახოთ თავისი პლუსით ამ ცხოვრებაში. მათემატიკაში ძლიერია თუ არ არის, აი ხელშეწყობა უნდა ქონდეს თითოეულ ადამიანს და ეს არის უკვე წარმატებისთვის ყველა თავის ინდივიდუალურ გზას გაივლის. შეიძლება ვიღაცას ADHD აქვს, მაგალითად. შეიძლება ვიღაცას არც არაფერი არ აქვს და უბრალოდ არის უცნაური ადამიანი. აი ამის დამტკიცებას ვცდილობ მე, იმიტომ რომ ორი მიმართულება იყო მსოფლიოში, სადაც ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს ნაკლოვანი ხალხია და ვიღაცები თვითონვე აუტისტური სპექტრის მქონე მშობლებს, თვითონ ხალხს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თავისი თავი ის კი არ თქვას, რომ ჩვენც ზუსტად ყველა ერთნაირები ვართ. თქვას, რომ ჩვენ აი ამ პლუსით ვართ. რომ გადარჩნენ იმათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ ნაკლოვანი ხარ, ანუ ეს რაღაცა უმცირესობათა და დადებითი მხრიდან შეახედოს ამას. უმრავლესობის ბრძოლა არის, კი, მაგრამ მე როგორც სპექტრიანი ადამიანი ყველას თანაბრად ვუყურებ. შენ ახსენე ტესტი, რომ ტესტი გავიკეთეო, რის მერეც გაირკვეო, რომ აუტისტური სპექტრი მქონდა. არა, იქამდე ეს ბავშვობაში ძალიან პატარა ვიყავი, რომ ეს გაირკვა. მაშინ ფსიქოლოგს როზა ერქვა ამ ქალს და სავარჯიშოებს გიკეთებს, რომ რაღაცები ამოიცნო, ლაპარაკი დაიწყო, კონტაქტური იყო. დავეხმართ ადამიანებს, კი, მაგრამ ახლა არის ეს და ძალიან ბევრი მე ჩემი ფსიქიატრი ვინც არის, პირველ რიგში ეგ იყო ჩემთვის დამხმარე, რომ რაც მთავარი ასე ჩემი ახლა ფსიქოლოგი მყავდა 3 წლის განმავლობაში და ჩემ ფსიქოლოგს მაგალითად არასოდეს დაურქმევია რამისთვის სახელი. ეს იყო მანამდე ბევრი ფსიქოლოგი მყავდა. და ყოველთვის იყო ხოლმე სტანდარტული თერაპია. და აი ჩემმა ფსიქიატრმა საერთოდ არაფერი არ უკითხავს, არაფერი არ უთქვავს. უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მითხრა, რომ აქ არის საკუთარი ემოციის, აი ეს ვერ ამოცნობა და ძალიან ცუდად ვიყავი მე იმ პერიოდში. და მივედი და ტექნიკურად ლაპარაკობდი. რომ მე აქ მოვედი, იმიტომ რომ უნდა ვიმუშაო მეთქი. და რას გრძნობ, ან როგორ ხარ, ან შენ ბავშვობაში რა იყო, ან რა გეწყინა, ან ვინ გინდა, უნდა კი არა, რა მინდა. იცი საერთოდ? და სულ ვამბობდი ხოლმე, რომ Facebook-ს ეს მეწერა ეგრე imperfect mechanism. ხო. მექანიზმი მეგონა, ანუ ადამიანი რომ ვარ გრძნობებით, მაგის შეგრძნება ძალიან მიჭირდა, ძალიან ტექნიკური ვიყავი. და ეს ფსიქიატრი იყო, ვინც დაგეხმარა. ვინც მე გამიშვა გეშტალტ თერაპიაზე, რომელიც არის, აი ისეთი შეკითხვებია და ისეთი მუშაობა არის აქ, რომ შენ იპოვო რას გრძნობ. რაც რთულია ჩვენთვის. მინდა რომ შენ თუ გინდა შენ თქვი, რომ ადამიანებს მოუწოდოთ, ვისაც ჯერ არ უღიარებიან, ფიქრობენ, რომ დაგვიკომენტარონ თავისი გრძნობების შესახებ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქვს აუტისტური სპექტრი. კი, აუცილებლად. მივცეთ საშუალება და ჩვენ კომენტარებში, ამ ვიდეოს კომენტარებში მოკეთ შეუძლიათ, რომ თავისუფლად დააკომენტარონ და შენს გამოეხმაურე ვისაც აქვს ეჭვი ამასთან დაკავშირებით, პირველი რაც უნდა გააკეთოს არის, რომ უნდა მივიდეს აუცილებლად სპეციალისტთან, არ უნდა შეეშინდეს,
არ უნდა იფიქროს, რომ ეს არის რაღაცა დაავადება, როგორც ჩვენს მშობლებს და ვიღაცებს ეგონათ, არა მხოლოდ აუტისტური სპექტრი არის კიდევ, აი დღეს ძალიან მომწონს, რომ ამას ეწოდა დივერსიული გონება, რომელიც არ არის სამკურნალო, არის უბრალოდ კონდიცია. მე ჩემ ფსიქოლოგი არასოდეს უთქვავს, რომ შენ ხარ სამკურნალო. უთქვავს, რომ უბრალოდ ხარ ასეთი და ჩვენც ამას ვამტკიცებთ, რომ ასეთი ადამიანებიც მოსულა. ეს არ არის სამკურნალო და სამკურნალო არის უკვე დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, იქ ძალიან ბევრი რაღაც არის, რომელიც ცხოვრებაში გიშლის ხელს. და ვინც არის განსხვავებული, განსხვავებულ ადამიანებს, უმრავლესობა უმცირესობას უშლის ხელს. და აუცილებელი არის, რომ არც სამკურნალო კონდიციებზე და არც მუდმივ კონდიციებზე ადამიანი არ დაისტრესოს და ძალიან აი უმკურნალოს თავის თავს. ან დაეხმაროს თავის თავს იმაში, რომ სოციუმთან იყოს რაღაცნაირად ინტეგრირებული. პირველი აღიარება ხო საკუთარ თავთან ხდება. საკუთარ თავთან ხდება პირველი აღიარება. ეგ არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, პირველი მოქმედება, რომელიც გეხმარება იმისკენ, რომ ცხოვრების ხარისხი გაზარდო, ნაკლები სტრესი გქონდეს და ნაკლებად დაადანაშაულოთ თუნდაც საკუთარ თავი, რომ რატო არ ესეთი და ასე შემდეგ და უფრო მეტად მიიღო საკუთარ თავი ისეთი, როგორიც ხარ. კი. ამას არ მგონია, რომ თვითონ გაიარო ეს გზა. ხო. მე ამაში ჩემი ფსიქოლოგი როგორც დამეხმარა, ანუ ბევრი ფსიქოლოგი მყავდა კონკრეტულად ეს ფსიქოლოგი, რომელიც არის გეშტალტ თერაპევტი. აი, ოღონდ ფსიქიატრმა უნდა შეარჩიოს, ამიტომ ვინ გჭირდება შენ? ხო. და ფსიქიატრთან მისვლა კიდევ არის რაღაცა საშინელების ტოლფასი ადამიანებთან. ან ერთხელ მიდიან ფსიქოლოგთან. მე მგონი აღარ არის. ბოლო დროს დაიძრა. ჩემთვის თავარი ხო მე ვერ ვერკვევ მაინც, მაგრამ ჩემთვის თავარი ხო ისა რომ ანუ ის სხვაობა რომ უბრალოდ წამალს გინიშნავს, ანუ ფსიქიატრი წამალსაც გინიშნავს და ფსიქოლოგი წამალს არ გინიშნავს. არა, ამ დროს ფსიქიატრი მკურნალობას გინიშნავს. კარგი ფსიქიატრი. ხო. წამალს კი არ გინიშნავს, შენ გიკვლევს. და ან შენი წამალი ან თერაპიაა, ან ტაბლეტებია, აი ისე არ გამომივიდეს რომ უცბად წამალი უნდა დალიოს ადამიანმა, ანუ მაგას არ გულისხმობ, უბრალოდ ხო, ფსიქოლოგი სხვანაირად მუშაობს ფსიქოლოგი და ფსიქიატრი კიდე სხვანაირად მუშაობს, რომელსაც შეუძლია რომ უფრო მეტად თქვათ ჩაერთოს და უფრო მეტი რაღაც საშუალება გამოიყენოს იმისთვის, რომ თქვათ დაგეხმაროს იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც გაქვს და ხანდახან ეს შეიძლება წამალიც იყოს, თქვათ როდესაც შენ ახსენე ის მძიმე, თქვათ დეპრესია და ასე შემდეგ, დეპრესიის დროს არის, თქვათ სხვა წამალი და ასე შემდეგ, რომელიც ასევე ერთვება პროცესში დახმარების მიზნით და ფსიქიატრია მაგისთვის და მე მგონი ფსიქოლოგი ვერ ნიშნავს მაგ წამალს, ხო? ფსიქიატრი ნიშნავს და გააჩნია ახლა ვის რა აქვს, ანუ იმდენად მძიმეა კლინიკური დეპრესია, რომ მე მაგალითად არასოდეს წამლებით არ ვიცი რატო ძალიან ვიბრძოლე ფსიქოლოგებთან, ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ მართლა ეს იყო ჩემთვის დავალებები იყო, რომ უნდა შემესრულებინა, დამეწერა, გამეაზრებინა, მაგალითად რაღაცა იყო ჭამაზე, რომ შია მავიწყდება ხოლმე, ვერ გრძნობ საკუთარ თავს ხშირად. და დავალებები იყო სხვადასხვანაირი და ვიღაცისთვის ეს არის ტაბლეტები, ამას თვითონ ექიმი შეურჩევს ადამიანს და თავადვე ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი არის, რომ ოღონდ ინფორმირებული უნდა იყოს ყველა. ხო. ყველას აქვს ინდივიდუალური გზა, მაგრამ აქ ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებაში იყოს ეს მიღებული, როგორც სტომატოლოგთან უნდა წახვიდე, როგორც რა ვიცი, ნეფროლოგთან უნდა წახვიდე, ისევე ზუსტად ჩვენი ტვინი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მთელია ნევროლოგი კიდევ, ნევროლოგი აუცილებელი არის. ასე რომ აი ერთადერთი რაც არის ეს სტიგმები. როცა ადამიანებს ზღუდავთ, ვაშინებთ, ვეუბნებით, რომ არ არის ნორმალური, განურიყავთ, ანუ ეს ყოველი არასწორად დათქვამის სიტყვა არის, რომ განურიყავთ ამ ადამიანს, ვეუბნებით, რომ ფუ შენ ეს გაქვს რა. ხო. და ეს არც ერთმა არ უნდა მიიღოს საკუთარ თავად, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვეუბნებით, რომ ეგეც ნორმალურია, ადამიანები ვართ. წადი იმისთვის, რომ იყო უკეთესად. თუ კი რამე გაწუხებს. და თავარია ეს ყველაფერი დეპრესიაში და სხვა სირთულეებში არ გადაიზარდოს და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუქმნას ადამიანს. თუ გაწუხებს, რომ ცოტათი უცნაური ხარ და
აი აქედან გამომდინარე ხარ მე მიდრეკილი იმისკენ რომ უფრო მეტად დაგემართოს შენ დეპრესია, ანუ კომპლექსები გაქვს, შენ თავის შეცვლას ცდილობ, გამოსწორებას ცდილობ და რატომ? ანუ იმდენი სამუშაო გვაქვს ამ ცხოვრებაში რომ თავი გავიტანოთ და გადავრჩეთ იმდენი პრობლემა აქვს თითოეულ ადამიანს, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად არის, აი ვალებში ვართ და უნდა ამოვიდეთ და განვითარდეთ, რომ მე მაინც ტექნიკურად უყურებ, რა ჩვენ ცხოვრების გზაზე გვაქვს ძალიან ბევრი რაღაც გასავლელი თითოეულ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესია შენთვის ეს ექიმი ხარ რა პროფესია გაქვს რა საქმიანობა გაქვს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ერთხელ ცხოვრობს ადამიანი შენი გზა რომელიც არის რომ შენ ეს რატომ გაიარო რისთვის გაიარო შეკითხვები რომელიც გიჩნდება რაღაცა პლანეტაზე ვცხოვრობთ წყლის წვეთია ლურჯი აი ასე ზემოდან რომ შევხედოთ აი ეს გზა უნდა გაიარო ადამიანმა და უნდა მოუარო შენ თავს ამ ნაწილში როგორც შენ თავს მოექცევი ისე მოექცევი სხვებსაც და რაც უფრო უმტკივნეულოდ გავატარებთ ამ გზას ერთმანეთს ჩავთვლით რომ უფრო ხარისხიანად შევძელით ცხოვრება აქ მარიამ ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო და ნენელა ბოლოსკენ მივდივართ და წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვამ რომელიც არის ესეთი 200 ნაბიჯი რომ გადადგა უკან, რას დაინახავ? ვაიმე, ვინ იყო წინასწარი, რა დამიტოვა? 200 ნაბიჯი. შონზო იყო წინასწარი. 200 ნაბიჯი რომ გადავდგა უკან, ხო. რას დავინახავ? კი. შენ რო მე დავაზუსტე. ეს უცებ მოიფიქრე ნეტა თუ დამიმუშავ. უფრო უცბად მოფიქრებული არის, იმიტომ რომ იქვე გაიგო პოდკასტის დროს რო კითხვა უნდა დაესვა და დამაზუსტებელი საკითხი ესეთია რომ მე ვკითხე რომ აი რამე კონკრეტულს მოიცავს თქო და არა ნებისმიერ თითო რაც მოფიქრდებაო ისე უპასუხოსო თავისუფლებას დამიტოვა და ძალიან რთული შემაგდო სადღაც გაქვს კარგით მოფიქრეთ 200 ნაბიჯი რომ გადავდგა უკან რას დავინახავ ანუ რას ვხედავდი წარსულში სანამ 200 ნაბიჯით უკან ვიყავი დღევანდელ დღემდე ალბათ ეს მოიაზრა ჩემი რადგან თავისუფლება დამიტოვა არ ვიცი შეიძლება აუტისტური სპექტრით პირდაპირ ვფიქრო 200 ნაბიჯი უკან პირდაპირ მე ჩემებურად პირდაპირ გადატანითი რაღაც დამიტოვა შენ როგორც გინდა 200 ნაბიჯით უკან ეხლა მე გადავახვევ აქ ერთ კვირას თუ არა რამ აუტისტურად არ ოკეი ეხლა დავეწევი მაგ ძალიან რთულ შეკითხვას. ჩემთვის რა არის 200 ნაბიჯი ახლა ამაზე დავფიქრდე ჯერ. მე არც ფიქრობ რომ 200 ნაბიჯით წინ ვარ დღეს ცხოვრებაში, არ ვიცი, ანუ ალბათ დღეს უკეთესად ვარ, ვიდრე ვიყავი უკან. მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი რაღაც გამოვიარე. ეს 200 ნაბიჯი აუცილებლად იყო ჩემი პიროვნული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აქ მე არ მოვიაზრებ ბიზნესის წარმატებას, ან ამას არ ვუყურებ, უფრო ადამიანურ რაღაცებს შევხედავ. და 200 ნაბიჯით უკან მე ვერ დავინახავდი, რომ ცხოვრება ასეთი რთულია. ვერაფრით დავინახავდი მაგას. დელულუ ვიყავი სრული ვხედავდი მხოლოდ კარგს წარმოდგენა არ მქონდა რომ ამდენი ტკივილია ცხოვრებაში და სადღაც 100 ნაბიჯზე გავიგე რომ აი ეს არის ბრძოლა ჩვენი ბრძოლა რომ ძალიან მტკივნეულია ცხოვრება ძალიან ცუდი არის და უკვე ეს ნახევარი 100 ნაბიჯი გამაგებინა ამ სამყარომ რა არის ეს მივხვდი რომ არასოდეს იქნება ყველაფერი კარგად ყველაფერი იქნება სანახევროდ რთულად სანახევროდ ამ სირთულიდან რომ გამოვალთ მარტივად მოგვეჩვენება მაგრამ მოქმედება არის აუცილებელი ზუსტად მოქმედება სწორედ არის ეს ნაბიჯები იმიტომ რომ ყოველია ეს ნაბიჯი 200-ვე ნაბიჯი არის მოქმედება იმისთვის რომ შენ ისწავლო რა არის ცხოვრება და ადაპტირდე ამ ცხოვრებაში. და იპოვო საკუთარი თავი. იპოვო საკუთარი თავი, რომ შენ
აირჩევ, ანუ შენი ჭიქა ნახევრად ცარიელი იქნება თუ ნახევრად სავსე იქნება, არჩევანი არის ეს ყველაფერი და კიდევ ვიტყვი რომ აუცილებლად ჩემი დელულუთი ვხედავდი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ოპტიმისტი ვარ ძალიან. ეგ კარგია. კი. საშინლად მომხვდა ცხოვრებაში, საშინლად მეტკინა. მაგრამ მაინც მგონია რომ უნდა გავიმარჯვოთ. ანუ რამდენი ნაბიჯიც არ უნდა იყოს ცხოვრებაში, მომდევნო ნაბიჯს განსაზღვრავს ჩვენ როგორ დავინახავთ სამყაროს და ჯიბრზეც უნდა ვეცადოთ რომ კარგად დავინახოთ ყველაფერი. და რა არის ის კითხვა, რასაც მომდევნო სტუმარს დავუსვამ? ადამიანი ის არის, რასაც ფიქრობს, თუ რასაც მოქმედებს. კარგი კითხვა. და მაგას დავუტოვე მე აი მაგ ზუსტად მოქმედების პოდკასტისთვის. კი ბატონო. დავიმახსოვრეთ. რომელი ვართ ჩვენ? ხო, ჯერ წინასწარ არ ვიცით ვინ იქნება სტუმარი და შესაბამისად ვინც იქნება იმას შეხვდება საკმაოდ რთული კითხვა და მაგარი რთული კითხვა დავუტოვე და როგორც მე შონზო მაწვალა. ისეთი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ვისი ამოვნე მე ამ პოდკასტით. თუმცა ჯერ არ დამთავრებულა. ვიცი საჩუქარი ველოდება. ხო, საჩუქარი ველოდება ჯორჯიან სანისგან. ესენიც მჩუქნიან, მე ძალიან მომეწონა ეს ღვინო ხალხო, ძალიან კარგი არის. გისმენთ, აბა რა. ხო, აი რომელსაც შეარჩევ, იმას იმპოტს გაჩუქებთ. იცით რა არის? მე ამით აღფრთოვანდი, ეს არის საფერავი, ძალიან მომეწონა თავისი ალუბლის ტონებით. ამას ავირჩევ. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, რომ ესენიც კარგი არის, ხო, რომელსაც შეარჩევ. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ გავსინჯედა. კი ბატონო, და ისის წითელი საჩუქრად გადმოგეცემა. ყავია ასევე ჩუქნის, კი, ასევე ყავია ჩუქნის 4 ბილეთს ნებისმიერ სეანსზე, ნებისმიერ დარბაზში. და ასევე მადლობა ყავიასაც, ჯორჯიანსაც. ძალიან დიდი მადლობა ყავიას, კიდევ ვაპირებდი ხა საახალწლოდ წასვლას. შვენიერი. სიამოვნებით, ძალიან მიყვარს ყავია. ძალიან დიდი მადლობა შენ დათმობილი დროისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ბევრ წარმატებას გისურვებ შენს მომავალ პროექტებში. ძალიან დიდი მადლობა თქვენს სპონსორებსაც, ძალიან გამიხარდა, არ ველოდი ამ საჩუქრებს და ჩემთვის სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. და მგონია რომ კარგი რაღაცა არის თქვენი პოდკასტი, მთლიანად სახელიც მოქმედების პოდკასტი და მგონია რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება დაეხმარებით და წარმატებებს უსურვებ მთელი გულით ამ თქვენ წამოწყებას და მგონია რომ ძალიან წარმატებული იქნება ეს თქვენი პროექტი, იმიტომ რომ საჭირო ხართ ჩემთვისაც, მეც ჩაუჯდები ყველას და მოქმედებას გაგიმარჯოთ, მივუჭახუროთ. თან საჩუქრად მიმაქეს ღვინო. მოქმედების პოდკასტი